თან ესენი დაფრინავენ. სისინა ტარაკნები, რომლებიც არ არიან ძალიან სწრაფები ან შხამიანები ან არც იკბინებიან, არც აგრესიულები არიან. არაფერს არ გიზავს, მართლა უბრალოდ არ უნდა აი ნახეთ პატარაზე ის დატოვა. აი მე შეხედე მაგარი. არც ერთი ცხოველის ველური ბუნებიდან აყვანა არ შეიძლება. ისე კიდე. შეხედეთ ველამაზია. გამოვაჩინო რომ სიგრძე არის. კი. იმიტომ რომ ჩემზე გრძელი არის. დაახლოებით 2 მეტრამდე არის. კიდე შემოგეხვია? კი. აი მახჩობელა არის თუ არა ეხა გავიგოთ. რატო არ არის აგრესიული და რატო არ არის თავდაცვის რეჟიმი და რატო არ გვენს და ველურად რატო არის. ვინით აგროვებს ჰაერში არსებული ინფორმაციის ნაწილაკებს. არა, ისე უნდა დავიჭირო, ნახე. როგი არის 13 და მართლა. აი, გამოცდილი. ყველა გველი გიურზე გონიათ ხოლმე სამწუხაროდ. ვაიდა გიკვინა ამ შხამიანმა ჯერ ეს რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. აი ეს არის კრეგის კანი მაგალითად. შეგიძლიათ შეეხოთ. ვეცადოთ რომ მეტი გავიგოთ, იმიტომ რომ როცა უფრო მეტი ვიცით, ნაკლებად გვეშინია და როცა ნაკლებად გვეშინია, ნაკლებად აგრესიულებიც ვართ ამ არსებების მიმართ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს. მე ვარ ზურალ ხანიშვილი და ჩემი კოლეგა სანდრო ჩხიკვიშვილი. ჩვენ ამ პოდკასტში ხშირად საუბრობთ ხოლმე მედიცინაზე, კვლევებზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ არსებებზე, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი შეადგენენ ჩვენი ეკოსისტემის, ჩვენი ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მაგრამ ამ არსებების მიმართ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ან შიში, ან ზიზღი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ მარი წულაია, ადამიანი, რომელიც არის მოყვარული ამ ეგზოტიკური ცხოველების, თქვენ შეგიძლიათ რომ ის სოციალური მედიის გვერდებს გაეცნოთ ამ ვიდეოს აღწერაში, მას ძალიან დიდი მრავალფეროვნება აქვს აი ამ ცხოველების და ვთხოვეთ რამდენიმე მათგანი აქაც წამოიყვანა და აქვე მინდა თავიდანვე გავაკეთო განცხადება, რომ არც ერთი მათგანი არ დასტრესილა, არაფერი ზიანი ჩვენ მათთვის არ მიგვიყენებია, ისინი შეშოულები არიან ამ გარემოს, ისინი ცხოვრობენ მარისთან და ვისაუბრებთ აი ამ საკითხებზე, როგორ შეიძლება რომ დავზლიოთ შიში ამ ცხოველების მიმართ და რატომ არიან ისინი ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ეკოსისტემისთვის. მარი, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი დღევანდელ პოდკასტში. სალამი და მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე ვეცდები, რომ ჩემი ცოდნა თუ ინტერესი თუ სიყვარული გაგიზიაროთ. აი პირველივე შეკითხვა მექნება ესეთი, რომ როგორ დაინტერესდი ამ საკითხებით, როდიდან დაინტერესდი და საერთოდ აი რომელი იყო ის პირველი ეგზოტიკური ცხოველი, რომელიც ყავდა? ან მე არც კი მახსოვს, როდის დავინტერესდი ეყოთ მართლა. ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოგონება, რაც მაქვს ჩემი ბავშვობიდან არის, რომ საბავშვო ბაღში დავდიოდი, ძალიან გემრიელ ორცხობილებს გვაჭმევდა დღეში ერთხელ და მახსოვს, რომ აი ამ ორცხობილის პატარა ნაწილს ვტეხდი ხოლმე და ეზოში ჭიანჭველებს ვუყრიდი და მე ვაკვირდებოდი ამ პაწაწუნა ნამცეცებს როგორ აგროვებდნენ და მიქონდათ ესე ხაზად და მართლა მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული არ ვიცი, დაინტერესებული ვიყავი ჯერ კიდე მაშინ და მე ეს ინტერესი მხოლოდ გაღვივდა, ამიტომ ვიტყოდი რომ მთელი ცხოვრება მაინტერესებს. სულიერი მოკავშირე მიპოვე, იმიტომ რომ მე მთელი ბავშვობა შემეძლო, რომ აი ესე მუხულხო დამესვა თითზე და მეყურებინა 3 საათი როგორ მიცოცავს მხარამდე, ეგეთი დევის ყოფა მქონდა იყო პერიოდი და თან ნატგეოზე და დისკავერიზე ვიყავი გაზრდილი, მე და ბავშვი ჩემი საათობით უყურებდი და თან სასაცილო ის იყო, რომ ჩემი იყო ანტიპოდი, ანუ სახში შემოფრინდებოდა პეპელა ან რაღაცა მსგავსი. აი შეეძლო რომ მთელ უბანს ხო ესმოდა ჯერ და შეეძლო რომ 112-ით დაინერგა მართლა და პოლიცია და სასტრაფო ერთად გამოეძახებინა და ეჩივა იმ პეპელისთვის და ოჯახისთვის თუ ის პეპელა არასრულწლოვანი იქნებოდა. მოკლედ ოჯახში თქვენთან აი როგორი ამბავია. ეხლა მე მაინტერესებს რა. ამ წერალი დედიშვილი. აქვე გეტყვით შეიძინეთ ალისა დოჩონის წიგნები, არაჩვეულებრივი წიგნები და მოკითხვა დედას. ოჯახის წევრების გარემოცვა ეს როგორ იღებდა და როგორ იღებს დღესაც ამ ყველაფერს? ალბათ ყველაზე მეტად გამიმართლა მაგ ასპექტში, რომ დედა ჩემი ყოველთვის ძალიან გვერდში მედგა, მახალისებდა, არასდროს არ დაუშლია.
კი, ქონდა კითხვები რომ რატომ, თუმცა როგორც თვითონ მოუყოლია, ვიცი რომ თვითონაც ახალგაზრდობაში, ბავშვობაში აინტერესებდა, გატაცებული იყო, მოწონდა, ბევრ დროს ატარებდა ბუნებაში და აი არასდროს არ ქონია ის მომენტი, რომ ეხა შენ ან სახში არ მოიყვანო, ან არ დააკვირდე, ან არ წახვიდე და ბუნებაში ამათ არ დააკვირდე, არ ვიცი, ყოველთვის ძალიან გვერდში მედგა ამ ამბავში და ძალიან გამიმართლა. და შენ ან არასდროს არ ქონია, აი ფობია შიშს რასაც ეძახიან თუ ნელ-ნელა დაძლია როგორ იყო შენ შემთხვევაში? ძალიან საინტერესო იყო, რომ განსაკუთრებით გველების შემთხვევაში თან ძალიან მაინტერესებდა და ძალიან გატაცებული ვიყავ, იმიტომ რომ მეც National Geographic-ზე გავიზარდე და Animal Planet-ს ვუყურებდი და ვუყურებდი სხვათა შორის ბებია ჩემთან ერთად ხოლმე, რომელსაც ძალიან ეშინოდა ამ არსებების სიტყვა გველსაც არ ამბობდა, როგორც წესი უხსენებლით იხსენიებდა, კი, თუმცა აი მაინც მე იმდენად მაინტერესებდა, რომ აი ჩემთან ერთად ძლივსლიობით ვუყურებდა ხოლმე რა ამ გადაცემებს. მაგრამ თან აი სულ მეუბნებოდა რომ ზედმეტადაც არ დავინტერესებულიყავი და ბუნებაში თუ სადმე ვნახავდი ეგრევე გავქცეულიყავი სადღაც და ნუ ბებია ჩემაც არაფერი არ იცოდა ამ არსებებზე და იმის და მიუხედავად რომ თითქოს იყო მცდელობა რომ ავერიდებინე მაინც დამცალდა რომ ეს ინტერესი უფრო გამღვევებოდა ამ არსებების მიმართ და არ ვიცი საბოლოოდ ყველაფერს შემიწყო ხელი რა არ ვიცი არავინ არ ამიკრძალა ბავშვობიდანვე და ზოგადად აი ეს შიშები რასთან აი ხ მაგალითად არავის არ ეშინია ესე დროხას რო შეხედოს ხო ყველას ეშინია ან გველის ან ხვლიკის ან კალის კარაკის ასე ისი კატის არ ვიცი ეს ეშინია აი მე მყავს ახლა მოვიკითხავ აქედან ერთი არაადეკვატური მეგობარი კატებისაც ეშინიათ რა ხო და აი რა ფენომენია ეს ევოლუციურად დასწავლილი ის არის კულტურულია თუ ხო რა არის რა ის რა არის ამაზე როგორც ვიცი უამრავი თეორია არსებობს და რაღაცა ერთი უნივერსალური პასუხი თუ რატომ შეიძლება სხვადასხვა არსებების გვეშინოდეს არ არის თუმცა როგორც წესი ხო ანუ ამბობენ რომ ან ევოლუციურად გვაქვს ეს შიში ჩადებული და ამაზე ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი მართლა არსებობს თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი უფრო ჩქარა გველების და არ ვიცი ობობების სურათებზე მაგალითად ვიდრე თევზების და ყვავილების აი ოდნავ უფრო ჩქარა და მათ შორის ეს ექსპერიმენტები ტარდება ხოლმე ძალიან პატარა თოთო ბავშვებთანაც და მათი თვალის გუგებიც ოდნავ უფრო ჩქარა და უფრო დიდზე დიდდება და ფართოვდება ვიდრე მაგალითად ისევ და ისევ ყვავილის და თევზის დანახვისას თუმცა როგორც ვიცით და მეც ესე ვფიქრობ, რომ ჩვენი შიშის ძალიან დიდი ნაწილი დასწავლილია, რაღაცა კულტურის ნაწილი არის, რომ არც რო ვარ პატარა და რო ხედავ, რომ გინ ბებია ჩემი ამ გველს უხსენებელს ეძახის, ან რო ხედავ, რომ პატარა ობობის დანახვისასაც შეიძლება დედა ჩემო ლამის პოლიცია და არ ვიცი მე სასწრაფო გამოიძახოს, ხო, ანუ მეც ამით ვსწავლობ, თან ძალიან პატარა ასაკიდანვე ვსწავლობ, რომ ეს არსებები არის საშიში და ამ არსებებს უნდა ვერიდო. და ალბათ რაღაცა ორივეს მიქსი არის, ანუ ინფორმაცია ის ნაკლებობა დასწავლა რომ ცუდია, საშიშია, საზოგადოებას ეშინია, ჩემთვის ავტორიტეტულ ფიგურებს, მშობლებს ამ შემთხვევაში ეშინიათ და ხო. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს არასდროს არ არის მემკვიდრული ეს ფობია და ყოველთვის ან ნაწილობრივ მაინც არის დასწავლილი, თუმცა ევოლუციურად ჩვენ წინასწარი მზადება აქვს, იმის რომ კონკრეტული ფორმები და მოძრაობები აღიქვას როგორც მეტად საფრთხედ და უფრო ადვილად დაისწავლოს შიში მის მიმართ, ვიდრე სხვა ფორმის არსებების მიმართ რა. ამიტომ არის უფრო გავრცელებული შიში ეგეთი არსებების. მომზადებული შიში ქვია მე მგონი ქართულად რო ვთარგმნოთ, მე მგონი დაახლოებით ესე იქნება რა. მაგრამ ეს ხო შეხება, მე რატო არ ჩამომიყალიბდა შიში რომ ეს დედაჩემზე რა ისტორიაც მოვყევი, ყველა შემოფრენილი კალია, ბუტკარი თუ რაც იქნებოდა, მე ვიყავი ადამიანი რომელსაც ეს უნდა გაესვა გარეთ დედაჩემის დასაწყნარებლად. ნუ ხა დედას და კალიას შორის მაინც არჩევანს დედაზე ვაკეთებ ხოლმე ძირითადად. და ამიტომ ანუ აი არაფრის შიში პლუს ეს ნადგიო და ასე შემდეგ და არაფრის შიში არ მაქვს ურა რაღაცის თქმა. ხო მე ვიცი რომ ჩვენ დღეს სტუმრები ყავს აქ. კი, ჩემი ორი წელი უსაყვარლესი სტუმარი წამოვიყვანე. კი ბატონო, მაგ სტუმრების გაცნობით დავიწყოთ თუ ჩვენი პატარა იმით რა ქვია ექსპერიმენტი. რომელსაც ჩათვლით რომ უფრო საინტერესო იქნება. აი აქვე ერთს დავამატებ თუ შეიძლება ზუსტად ამ ექსპერიმენტთანაც ახლოს იქნება, რომ ამ არსებებისაც ადამიანებს ძირითადად იშინიათ, იმიტომ რომ განსხვავებულები არიან, ხო, ანუ ჩვენგან და სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებულები არიან, აქვთ უფრო მეტი ფეხი, ან არა აქვთ კიდურები როგორც ჩვენ, არა აქვთ რაღაც მეტყველება, არა აქვთ ექსპრესია და ამიტომ ადამიანებს გვეშინია და ხო საინტერესო იქნება ეს ექსპერიმენტის მოკლედ ახლა რამდენად
შეეშინდებათ. კაი, მოდი ჩავატაროთ ესეთი ექსპერიმენტი. ჩვენთან ერთად არის ჩვენი ანანო, ჩვენი გუნდის წევრი და რომელიმე არსება ჩვენ არ გვეცოდინება. კი ბატონო. მარი რო ჩასვა. ორი წამი მომეცით. ხო. მარი ეხა ერთ-ერთ არსებას, ეგზოტიკურ ცხოველს ჩასვამს შავ ყუთში. და ანანო ჩაყოფს ამ ყუთში ხელს და უნდა მიხვდეს რომელი არსებაა. ანანოს აქვს სასაკვირველია გარანტიები, რომ შხამიანი არ იქნება. ხო, არაფერი შხამიანი არ არის, არაფერი საშინელი არ არის და ასე შემდეგ. შეგიძლია გაამსადო. შემიძლია გარანტიაც მოგცე, რომ ასევე არ გიგბენს. აუცილებლად. შენ ერთი იმ არსებას თუ აქვს გარანტიები თუ ანანოს შეეშინდა. შეიძლება დაემარ. არა, ეგ თავისთავად. ხო, ანანო არაფერი უკნა. იმიტომ გადავწყვიტეთ ანანო, რომ ანანო არის, ისე ქვია. აი, 7 ეს წყნარი ერთ-ერთი იქნება, რამდენიმე შეავსვამ. ой, ჩახტა თვითონ. ნუ კარ ნახობერ. გამგონი იყოს ესა. კი ბატონო. კი ბატონო. ცოტა იქ მიწიოთ. აი მაგეთ მიწია შენსგან. ანანო შეგიძლია რომ მოხვიდე. თან ვერ გამოჩდეს. ხო. კიდან მოდი. კი. ეხლა თვალები უნდა დახუჭო ოღონდ მე ანანო. და გითხრა შენი ვარიანტები რა არის? აი მოგწონთ. ეხლა წინ გაიხედე რომ ამას ხედო. მე ხელი აუში და შეგიძლია ჩაძრე. ცოტათი მოძებნა ხო ხელითაც, სად შეიძლება იყოს? შეგიძლია ამოიყვანო კიდეც რანუ ჩემი აზრით. ვერსიები ხო არ გაქიქნებ გაარტყა და დამთავრდეს. აჰა. პატარაო. სუსიანი იყო. უსუსებიანი. არ ჩაკ. ისე დაიჭირო. ხო და ეს იდეა გაქვს რა შეიძლება იყოს. ორი წელია? ორი წელი. მარათან უნდა ამოიყვანო. სარი exposure therapist. ხია ამას მეგობრებო. კი. კონტაქტის თერაპია. ეს შეიძლება უბრალოდ ხელში დაიჭირო და გამოიყვანო. არ არიან ძალიან ჩქარები. ხა ვიფიქრე რომ ძალიან ჩქარი ტარაკნები ჩამესვა თუ ჩვეულებრივები უფრო ნელები და აი ეგრე, კაია. არ ყოფილა გით პატარაც ხო? ოჩა. ანუ მართლა. ანანომ დაძლია ფობიები მეგობრებო, იმიტომ რომ მარი შეგეშინო და ოდესმე ამათი? ეხლა მაგან. აბაგენ ამ. მარი რო სტუდიაში ანანო მარი რო სტუდიაში შემოვიდა, ანანო გაიქცა უბრალოდ. კი, აბა მეორეც ამოიყვანე. ესენი არიან მადაგასკარული სისინა ტარაკნები, რომლებიც არ არიან ძალიან სწრაფები ან შხამიანები ან არც იკბინები ან არც აგრესიულები არიან. ძალიან კაი ტიპები არიან, ჩემი აზრით. და მე მგონი უკვე შენი აზრითაც. ისე რა. იმ არის სოციალურ გვერდებზე თუ შეხოთ თქვენი ფობიები იქცევა სიყვარულად. ახლა ეს კონკრეტული სახეობა. ცოტა შიშარა. აბა მეც. კი. ეს კონკრეტული სახეობები საქართველოში არ გვხვდება, არ არიან. უნებრივად გავრცელებულები, მადაგასკარული სისინა ტარაკანი, იმიტომ ქვია რომ მხოლოდ მადაგასკარში არიან ესე ბუნებრივად გავრცელებულები. ხო და ეხლა არ სისინებენ, როგორც წესი შეუძლიათ ესეთი კატის სისინის მსგავსი ხმების გამოყოფა. აი შეიძლება ახლაც გამოსცეს ეს ხმა, უბრალოდ უნდა ოდნავ არ გამოსცემს. როგორც წესი როცა ეშინიათ, ხო ორივეს თეორიულად შეუძლია. ვაი, ფრთხილად. ოდიში. არაფერი მოვიდეთ ამ სიმაღლეზე. ხო, მაგრამ როგორც წესი როცა ეშინიათ, ან როცა შეჯვარება უნდათ, პატარა ხრელები აქვს სხეულის ზედაპირზე და იქ ჰაერის გამოშვებით ეს რაღაცა სისინის ხმებს გამოსცემენ და საკმაოდ
შემაშინებელიც კი შეიძლება იყოს, როცა არ მოელი რა. ეხა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, არ გამოსცემენ ამ ხმებს, ანუ საბედნიეროდ, იმიტომ რომ ესე იგი არ ეშინიათ, მაგრამ სამწუხაროდ, იმიტომ რომ დემონსტრაცია არ გამოვა. ესენი რითი იკვებებიან? ანუ ამაში რამე საშიში არის ადამიანისთვის? აბსოლუტურად არაფერი. ხო, ეხა საკმაოდ დაწვა ძირს იმისთვის, რომ ხო, ჩვენც რო კარგად რო ეშინოდეს ეხა ხმებსაც გამოსცემდა, მაგრამ უფრო შეუმჩნეველი რო იყოს და ხო. ესე გონია რომ ენერგიებსაც ინახავს და იმალება კი. ესენი მიირთმევა ნებისმიერ ბუნებრივ მასას, რომელიც დარჩება, ну ჩემთან სახში ცხოვრების შემთხვევაში ხილს და ბოსტნეულს ვაჭმევ, თუმცა ბუნებაში ანუ აი ნებისმიერი ლპობადი მასა, რომელიც რჩება, შემდეგ ესენი და ზოგადად სხვა ტარაკნებიც მიირთმევენ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის. იცი არის, არ არიან მარტო ვეგეტარიანელები, პრინციპში ნებისმიერ მასას, ანუ ოპორტუნისტული კარნივორები არიან ძირითადად მწერები, რაც გულისხმობს, რომ შეიძლება ხო ჭამდნენ ძირითადად ბოსტნეულს და ხილს, თუმცა თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ხორციც მიირთვან, დიდი შესაძლებლობაა, რომ შეჭამონ. კი ბატონო. ეს კონკრეტული სახეობა რითი განსხვავდება სხვა ტარაკნებისგან? ეხლა ტარაკნები ზოდარბიან ხოლმე გარეთ. ხო, როგორც თქვი, არ არის გავრცელებული არსად სხვაგან გარდა მადაგასკარისა. თუმცა პოპულარობას სარგებლობს, თუმცა პოპულარული არის როგორც შინაური ცხოველი. ხო, ზუსტად იმიტომ რომ წყნარი ხასიათი აქვს, დიდი იზრდება, მარტივია რომ ხელში დავიჭიროთ. სხვა ტარაკნებისგან განსხვავებით, არ ვიცი, არ აქვს ფრთები, არ დაფრინავს, არ დახტის. ეგეთი მოულოდნელი მოძრაობებიც არ აქვს და ძირითადად ადამიანებს რო ვკითხოთ და რო ჩაუღრმავდნენ რატო ეშინიათ ტარაკნები, არის ის რომ ან ზოგადად წერები სტრაფები არიან, მოულოდნელები არიან, ანუ არ ვიცით, ეხლა საით გაიქცევა და ეხლა საით გამოიქცევა. თან ტარაკნების შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, რომ არა მარტო შიშს აღგზრავს ადამიანებში, ასევე ზიზღსაც. და ხო ეს რაღაც ორი ემოცია ერთდროულად ძალიან ძაფრ ემოციას გვაძლევს საბოლოოდ რა. და ესენი არიან ერთ-ერთი უძველესი არსებები დედამიწაზე. ზოგადად ტარაკნები კი, იმიტომ რომ რა შემდგომარეობს ამათი ესეთი აი გამძლეობა თუ აი გამძლეები არის. არის ძალიან კარგი ადაპტაციის უნარი აქვს, ანუ მართლა მილიონობით წლებია მათი ფორმა თითქმის არ იცვლება, რაც ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ესე იგი ძალიან კარგი ფორმა ქონდათ თავიდანვე. კი. ის რომ ძალიან დიდი ხანი შეუძლიათ საჭმლის გარეშე გაძლება, სულ რომ რაღაცა დავუზიანოთ, არ ვიცი მე, კიდურები მოვაძროთ, ცოტათი გავჭყლიტოთ, ან ჩვენ კი ესეთი რაღაც რო დავემართოთ, მაინც ხშირ შემთხვევაში აგრძელებენ ცხოვრებას და არაფერი ემართებათ, ან მე შეძლებენ რომ მაინც აღიდგინონ ეს ძალები და ჩვეულებრივად გამრავლდნენ და დატოვონ შთამომავლობა. ეგეც არის საინტერესო ფაქტორი, რომ საკმაოდ მარტივად და მალე მრავლდებიან და შესაბამისად მათი გაწყვეტა ძალიან რთული იქნება. თან გამრავლების შემთხვევაში, ანუ ყველანაირ პირობებში მაინც მარტივად მრავლდებიან. რა ყველა ტარაკანას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ რომ ზოგიერთი ბევრად უფრო მოწყვლადი ტიპია, ვიდრე სხვა და არსებობს ათასობით სხვადასხვა სახეობა. მათ შორის არსებობს ძალიან ლამაზი ესთეტიური სახეობებიც რა, რომლებსაც კოპლები აქვთ, ფერადები არიან, ასე შემდეგ. და ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მუსიკალური არსება, რა კი ეს სისინებს და ხმებს გამოსცემს? ჩემი აზრით კი. არც გააჩნია ისევ და ისევ რას ვთვლით მუსიკალურში, თუმცა აი ხა იქნებ გამოსცეს ხმაი თუ შეიძლება. ეს იმიტომ მე მგონი ძალიან ბევრს მოძრაობს და მეშინია ვარ ჩამივარდა. აი ეს ცოტათი შეგვიძლია რომ ესე დავიჭიროთ. იქნება სისინდეს. აი მე ვიდეოს გამოგიგზავნით როგორ სისინებს ეხლა. ეხლა არ სისინებს რატომღაც. ხო ესენი ორივენი თუ არ ვცდები არიან მამრები, იმ მამრებს ესეთი პატარა რქები აქვთ თავზე. და არ ვიცი არ სისინებენ. და ძალიან საინტერესო მოსასმენია, თან ხმამაღლა სისინებენ. კიდე ეს ბოლო შეკითხვა ამ ტარაკნებზე მექნება, მე მგონი სანდროს სჭირდება გადარჩენა. მე არა ტარაკანას უფრო. ანუ ესენი ხო ასოცირებულები არიან რაღაცა უსუფთავობასთან ან შემდეგ აი შემდეგ. აი ეს მითი რომ დამამსხვრიოთ, რამდენად სუფთა არსებები არიან, ან არ არიან ტარაკნები.
ანუ რეალურად საკმაოდ ხშირად ისუფთავებენ ხოლმე თავიანთ თავს, ეხლა მეც რო სახლში მყავს თან, ანუ რამდენიმე სახეობის ტარაკანი მყავს, აი კიდე სხვა ტარაკნებიც ხოს მოყვანი, რომელიც მინდა რომ ასევე გაჩვენოთ. აი მეც მაქვს ახლოდან დაკვირვების შესაძლებლობა და ვხედავ რომ საკმაოდ ხშირად ისუფთავებენ თავიანთ თავს განსაკუთრებით ანტენებს, იმიტომ რომ ანტენები ეხმარებათ გარემოს აღქმაში და არ ვიცი, საერთოდ არ ცხოვრობენ ბინძურათან სიბინძურაში. უბრალოდ ჩვენ ესეთი ასოციაცია გვაქვს, რადგან ქალაქში ვხედავთ ურბანულ ადგილებში, რომლებიც ისევ ადამიანის ნარჩენებით არის დაბინძურებული, ხო, ანუ ჩვენი გადაყრილი ნაგვით ან არ ვიცი, ლპობადი მასით, რომელსაც ქუჩებში ვტოვებთ და იმ მასას და ამ საჭმელში და აი ამ ნივთიერებებში რო ცხოვრობენ ტარაკნები, ხო შემდეგ რა თქმა უნდა გვჩება ეგ განცდა რომ ჭუჭყიანები არიან, მაგრამ ზოგადად არ არიან. მადაგასკარელები არიან და არაფერი კავშირი ურბანულ სიბინძურესთან არ არის. რო ავიყვანოთ და ვიცი მე ხე ის ტარაკნები სახში წყავს და აქაც წყავს შემიძლია გაჩვენოთ ასევე. მოდი გაჩვენებთ თუ შეიძლება. ნახოთ ბარემ და ანუ ის მეორე ტარაკნები რაც ახლა უნდა გვაჩვენო ეგენი არიან რაც საქართველოში ცხოვრობენ? ესენი თუმცა დაიცა. კიდე რამდენიმე სახეობა ყავს. ესენი ბევრად უფრო ჩქარებიც არიან. აი ეგრევე მიხვდებით რა, რომ გაჩვენებთ ახლა. აი ეს ახლა ნანახი ყავთ უეჭველი. და ეს სწრაფი ტიპები არიან. დაიცა. შემიძლია დაგაჭერინოთ. ან შემიძლია მე გაუნკლავდები ამის იმას. ხო. მე ნიშნია რომ რამე არ არა, დამიჯერე ვერაფერს ვერ უზამ, აი. დამიჯერე ვერაფერს ვერ უზამ. თუ რო გაჭყლიტო და დინოზავრების დროინდელია და მე რა უნდა ხელში მოგცე. აი ეს ხო. ანუ შენ ძალიანაც რომ მოინდომო ვერაფერს ვერ უზამ. აი ძალიან სწრაფია ეს. ხო, ესენი სწრაფები არიან და ამ ყველას რა. თუმცა ესენიც არაფერს არ დაგვიზიანებენ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იქნებიან. ინვაზიური არის საქართველოში, თუ სწორედ მახსოვს, ანუ ზოგადად მთელ ევროპაში და არ ვიცი, მე მგონი ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებულები უკვე და ესეთ ურბანულ ადგილებში ცხოვრობენ, თორე ხა საქართველოში არიან ტარაკნები, რომლებიც ბუნებაშიც არიან ტყეებში, მინდვრებში და ასე შემდეგ და სულ სხვანაირი ტიპები არიან, აი ესენი არიან, აი ქუჩაში რო გვხვდებიან და მაგრამ მე რაღაცა უფრო პატარებს ხედავ ხოლმე. ამაზე დიდებიც ისებიან. შენ ხოჭოში გირევა შეგე. არა, ანუ ხო პატარები იბადებიან, რაღაცა ამხელები იბადებიან და ნელ-ნელა იზრდებიან, გააჩნია სადამდე მიეცემათ გაზდის შესაძლებლობა. ხა იქ არის. სანდრო, იქემ რამენია დაიჭირო ხა ჩვენს მაგას. ხო, ისევ და ისევ არაფერს არ იზამენ. ბევრი მყავს შემიძლია ყველა გადმოყარო მაგიდაზე. მე რეალურად აი ეს ტარაკნებიც კი. აი ხედავთ ხო? თან ესენი დაფრინავენ პატარაზე. ანუ რეალურად დაფრინავენ ხმამაღალინად ხომ, მაგრამ აქ ფრთები, რომელიც ეხმარებათ. აი ინგლისურად გლაიდინგი ქვია, რა, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, რომ კარგად გადახტას. ზემოთ აღარ მოხვიდეთ ხო? ხა ჩადი ქვემოთ. ხო. ინახერა კაიამა. არ არიან საშიშები როგორც ხედავთ რა, მართლა თავისთვის არიან. მიყურებს. რეალურად ბუნებაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტარაკნები არსებობდნენ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი ამ რაღაცა სხვადასხვა პობად მასებს ესენი მიირთმევენ, გადაამუშავებენ. აი ბანაო. ასუფთავებენ. ხო, ეხა ისუფთავებს თავს, მართლა. ანუ ეხა ესენი სახში რომ ყავს და რო არ ცხოვრობენ ადამიანის მიერ შექმნილ სიბინძურეში, ძალიან სუფთები არიან, ანუ მართლა რა რამე სახეზეც რო დაისვა, არაფერი არ მოგივა. მოდი. ჩვენ სხვა სტუმრებიც ხავს. და კიდე სხვა ტარაკნებიც. ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტარაკნები. ანდრო, შენ საკონტროლერო? ეს უკონტროლო. არა, აქ ჩემთაროზის. ეს აქ მეორე საქმეა. ის კუთხე. ეგ იღეს მან. აი ეს წამოვიყვანე, მინდა და მეჩვენებინე, იმიტომ რომ ესენიც ტარაკნები არიან, არსებობს, არ ვიცი, 10,000 ტარაკნების. არა. ნახე? მგონი არ ჩხუბობენ არამედ. ვაიმე, ძალიან დიდია ეს. მოდი. ხოდა მით უმეტეს ან მე ვეუბნები ადამიანებს, რომ იფიქრონ, რომ პატარა კუარი ან რაღაც ცოცხალი არსება. აი შეხედეთ. ხო, ეცადე რომ ახლოს კონდეს მიწასთან, რომ არ დავარდ, მიწასთან რა ზედაპირთან რომ არ დავარდეს. ესენი არიან ამერიკული დაწინწკლული ტარაკნები. ლამაზი კი არის. ძალიან ლამაზები არიან, ხო? ანუ როგორც გითხარით. არა, შეხედე, მართლა რაღაცა მარსიანელ კუსკავს. ნახე, სინჯაოს ჯერდა, მე რეწყვეტს ამოვიდეს თუ არა. ვა, ეს სხვა არის, ხო? მდედრი და მამრი არიან. და ფერების და თუმცა ესენი არიან უკვე დასრულები.
მოდი ბიჭო ამბობ. იცი კიდე. შეხედეთ რა ლამაზია. ანუ ეს სხვა ფერებიც არიან ესენი თუ ეს კონკრეტული ტარაკნები ამ ფერები არიან. ანუ ფერები ასეთები და მამრები უფრო მუქები. ზუსტად. და სანამ დასრულები გახდებიან, მანამდე ფრთები არ აქვთ. ტარაკნებიც როგორც სხვა მწერები და ძალიან ბევრი უხერხემლო კანს იცვლიან და კანის გამოცვლით დიდდებიან, ანუ ყოველი კანის გამოცვლის შემდეგ ოდნავ უფრო დიდები არიან ვიდრე მანამდე და დასრულობის ფორმას როდესაც უკვე აღწევენ, კონკრეტულად ეს ტარაკნები ფრთებიც გამოდით, თუმცა ისევ და ისევ ეს ფრთები არ არის იმისთვის, რომ რაღაცა დიდი მანძილები იფრინან, არამედ აი ერთი ადგილიდან მეორეზე რომ ჩამოვარდეს, უფრო რბილად დაეცემა ქვევით, ასე ვთქვათ რა. კი ბატონო. და ხო, ანუ როგორც ხედავ, ესენი ცხოვრობენ. ამ მომენტში მე ტარაკნების შიში დავძლიე, მინდა გითხრათ, ეს რო ბუნებაში მენახა. აი შეიძლებოდა, ნუ ის დარჩებოდა და მე აღარ, უეჭველი. შოკური თერაპია. ხო, ანუ თან ვიტყოდი რომ შიშებს რაც შეეხება საკმაოდ კარგი არის თუ უსაფრთხო გარემოებებში ვეცდებით რომ დავძლიოთ, რა თქმა უნდა. და ეხლა თან რო ვიცით რომ ესენი არ არიან, არ ვიცი, ბრაზიანები, არ იკვინებიან, არაფერს არ გვავნებენ, მით უმეტეს უფრო მარტივი ხდება. თუმცა აი როგორც ხედავთ, ფეხებზე აქვთ, ამბიც არ მოვწონვარ მე. ფეხებზე აქვთ ბანჯგულები, არ ვიცი, პატარა ბუსუსები, არც ერთი პატარა და ცოტათი უხეში ბუსუსები აქვთ პრინციპში რა, ამასაც და სხვა ტარაკნებსაც რომლებიც გაჩვენეთ. იმისთვის აქვს რომ კარგად ჩაეჭიდოს სხვადასხვა ზედაპირებს. და ეხლა ადამიან ახლა თქვენს რო გეჭიროთ ხელში შეიძლება იგზენით რომ ცოტათი გერჭობასავით და შეიძლება ეს მომენტიც შეგეშინდეს და იფიქრო რომ რაღაცას არ ვიცი ხო არ გიშვება არ და უბრალოდ გეჭიდება რო არ დავარდეს. და ბუნებაში საკმაოდ ბევრი ტარაკანა ყავს ტყეებში, მინდვრებში, ნახევარუდაბნოში ყველგან. სავარაუდოდ აქ დარბიან სადმე. ანუ ესენი ჩვენთან არ ცხოვრობენ. ესენი არ ცხოვრობენ ჩვენთან არა. ისინი ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ კი. ქართული ნამდვილი ეროვნული ტარაკანა რომელია? ეროვნული არ ვიცი რომელი შეიძლება იყოს, თუმცა ბევრი ტარაკანა ყავს, რომლებიც ესეთი ნაკლებად საშიშები არიან, ასე ვთქვათ რა. თუ თქვით რომ ინვაზიური სახეობაა და ესენი საქართველოში არსად არ შეგვიძლია. არა, იმაზე ვამბობ. თუმცა ბევრი წელი უკვე საქართველოში ცხოვრობენ და არა მარტო საქართველოში როგორც გითხარით. ანუ მოკლედ ბუნებაში გავრცელებული ყავს ეგვიპტური ტარაკნები ქვიათ, რომლებიც ასევე ყავს სახლში, მაგრამ ეგენი აღარ წამოვიყვანე, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ 4 სახეობის ტარაკნით მოსვლა ცოტა დამეტარი იქნებოდა და მხოლოდ 3 წამოვიყვანე. ესე იგი ერთი ესენი მადაგასკარული ტარაკნები შავები რო იყვნენ ზაღარო გაჩვენეთ და ეს საქართველოშიც რო ხდება ეს. და იცი რა მაინტერესებს ზოგ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს კი და ბევრს გაუჩნდება რომ აი კლასიკური შინაური ცხოვრებას რასაც ვეძახით აი ძაღლი კატა ეს გასაგებია და აქეთ ამათგან აი შენ რა უკავშირს იღებ ისეც რომ გიღირს რომ სახში გყავდეს რა. ჩემთვის უბრალოდ აი ინტერესი არის რა ანუ მთელი ცხოვრება ყველაზე მეტად ვიტყოდი რომ ინტერესი მქონდა რაღაცა სიყვარული და ეს უკავშირი ნაკლებად შეიძლება ვთქვათ რა ამ ცხოვრებაზე. ისეთი განვითარება რომ ამ ცნონ ან ამას კატაც ყავს მაგალითად და იმასთან ურთიერთობა სულ სხვანაირი არის რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ეს არსებები მყავს მართლა იმისთვის რომ დავაკვირდე მე თვითონ. და ჩემთვის ძალიან საინტერესო და არ ვიცი ჩემთვისაც ანუ საინტერესო სიკით ამ მგონია რაღაცებს სწავლობ კიდეც რა ანუ მართლა თელი ცხოვრება გატაცებული ვარ ზოოლოგიით და აი განსაკუთრებით მწერებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა ხო აი თუნდაც რო გითხარით მე თვითონაც არ მეწოდინებოდა ან შეიძლება სადმე წამეკითხა ან არ დამეჯერა არ ვიცი რომ ის სუფთა როგორი სუფთა და რამდენად სუფთა არსებები არიან ტარაკნები მაგრამ აი სახში რო ვუყურებ ჩემით როგორ ისუფთავებენ სახეს როგორ ისუფთავებენ ანტენებს როგორი ცხოვრების ნირი აქვთ აი ძალიან კარგი დასაკვირვებელია კი ბატონო და ხო შეიძლება ეს რაღაცა კუც არ მიქიცინებენ სახში რომ მივდივარ ძაღლივით მაგრამ ხო საინტერესო არის ასევე ვიტყოდი რომ ბევრ ჩემ მეგობარს იყვებიან იგივენაირად ყველანაირი შენ რა საჭმევ ანუ სალათის ბოთოლს ვაშლს სტაფილოს ასე შემდეგ ეს სანიტრები არიან კარგი რა ბუნებაში დამნიშნულოვანი ამაშია და გარდა იმისა რომ სანიტრები არიან ძალიან ბევრი სხვა ცოცხალი არსების საჭმელი არიან ან სხვა ცოცხალი აი იქ არიან ხედავთან ვაკონტროლებ მოდი მოდი ხა ჩავსვამ დავემშვიდობოთ მათ ხო არიან საყვარლები და ლამაზები ხო ეს კუსკაი მართლა ხალხო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფობიას ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ აი იდეის დონეზე რო არ მომწონდა აგენახე ხო
ანუ ვიტყოდი რომ შიშის გადალახვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი არის განწყობა, რა განწყობა გაქვს რა და თუ ღია გულით და ღია გონებით ცოტა კლიშე ჟღერს, მაგრამ მართლა ეგრეა, თუ ღია გულით და ღია გონებით ეცდები რომ დაინახო ეს არსებები, ბევრად დიდი შანსია რომ მიხვდე რომ ვიხო არც ისეთი სასიზღრები ან საშიშები ან ისეთები ან ასეთები ყოფილან, როგორც მანამდე მეგონა. ამ თავარი რაღაცა ცნობის მოყარეობა შევინარჩუნოთ რა ცოცხალი სამყაროს მიმართ. ისინი ცადარიან პატარები. პატარები შენ მე მგონი ჩასვი უკვე. შეიძლება ჩავსვი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება აქ დარბიან და აი ყუჩისგან. ხო, აი. შეიძლება ახლა ორივე თვითონ აქ შედრა. ადამიანმა იფიქროს რომ ეს ფობია და რატო არ უნდა მქონდეს რა ვიცი რომ დავინახავ რა თმინდა ეხლა რომ ეგენი შევიყვარო, მაგრამ საქმე იმაშია რომ ძალიან უკონტროლოდ მიდის ზოგიერთი მათ შორის ქვეწარმავლის ასე შემდეგ ხოცვა იმის გამო რომ აი შიში და ზიზღი ინტერნალიზებულია ხალხს და და ეგ რაღაც დონეზე ბიომრავალფეროვნებასაც იმაშვება რა ქვია რა შეიძლება. ვიტყოდი რომ რაღაც დონეზე არა, საკმაოდ დიდ დონეზე და ისედაც ანუ როგორც თქვი ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი არის ცოცხალი სამყაროს მიმართ როგორ გვექნება ადამიანებს. ის რომ მარტო ფუმფულა და არ ვიცი ბეწვიანი და რაღაც ლამაზი ცხოველები იყოს ხალხისთვის მისაღები, ხელს უშლის ბიომრავალფეროვნების არსებობას, ანუ მართლა იქ თუ და ასევე ანუ თუ ადამიანს ეშინია არ ვიცი მწერების და ეს ხელს უშლის რომ გარეთ გავიდეს, ბუნებაში დრო გაატაროს, ლაშქრობაზე წავიდეს, პიკნიკზე წავიდეს, იქ რაღაცა თუნდაც მზიურში გავიდეს, იმიტომ რომ შიში აქვს რომ იქ შეიძლება მწერები ან ქვეწარმავლები შეხვდეს, რისი შესაძლებლობა და შანსი არსებობს, აი სულ რომ ლისის ტბაზე ან მართლა მზიურში გავიდეთ, მაშინაც კი არის იმის შესაძლებლობა რომ მწერები და ქვეწარმავლები შეხვდეს და აი მართლა ვიცნობ ადამიანებს, ვისაც უთქვამთ, რომ აი მინდა რომ ეს შიში გადავლახო, იმიტომ რომ უბრალოდ ნორმალური ცხოვრება არ მაქვს მაგის გამო, იმიტომ რომ მეშინია სხვადასხვა ადგილებში გასვლა და ესეც ძალიან ხელის შემშლელი არის, იმიტომ რომ მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ ადამიანებს ბუნებასთან კავშირი ახლა ძალიან ჭირდებათ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროს ვატარებდეთ ბუნებაში და აქვე იმასაც ხაზი გავუსვით, რომ აქამდე რაც განვიხილე და მათ შორის ჩვენთან რაც არიან ტკიპების და რწყილების გარდა კიდე რამდენიმე წერია, არც ერთ ისეთი მნიშვნელოვანი დაავადება არაფერი არ გადააქვს. ტკიპა და რწყილი ჩვენთან. ანუ მუნი ლაიმის დაავადება, ყირი კონკო ასე შემდეგ, მაგრამ რაზენა ეპიზოდი ქონდა და აი აქ იქნება სადაც არაკნებს ჩვენთან დაავადება არ გადააქვს. აი ლოგოკინა რომელიც დღეს ვერ იყო ხასიათზე, აფრიკული ლოგოკინა, აი მას სახლში გაზრდილს არაფერი არ გადააქვს, მაგრამ ზოგადად აფრიკაში საკმაოდ საშიშ ლოგოკინად ითვლება, იმიტომ რომ ეს ნემატ პარაზიტების გადამტანი არის, რომელიც ადამიანებში იწვევს მენინგოენცეფალიტს, ხო? აფრიკაში არის ძირითადად და საკმაოდ ეს ძალიან დიდი. კი, მეყავს რეალურად ძალიან ბევრი მყავს, უბრალოდ პატარებიც ყავს, იმიტომ რომ შვილები კვერცხები დადეს, რომლებიც გამოიჩინენ, მაგრამ ეგენი არ წამომიყვნენ, იმიტომ რომ პატარები არიან და მათი შეწუხებაც არ მინდოდა თან სიცივეზე სენსიტიურები არიან და იმის ნებად ვიდეოს ვაჩვენებთ გოგა შეგაწუხებთ და აქ გამოჩნდება ახლა სადმე შენი ერთ-ერთი ვიდეო ამ ლოკოკინებს და მოდი ბარემ მოშტოს ვიტყვი და მე გადავიდეთ ისეთ თავარ ნაწილზე გველერზე ხო აი ამ ლოკოკინებთან დაკავშირებით ანუ ამ ხელები იზრდებიან ისედაც ბუნებაში აი ზოგადად არის დაახლოებით ამ ხელა ხო რაც ანუ მისი ნიჟარა 20 სანტიმეტრი იზრდება რაც არ ვიცი ზუსტად რამ ხელა არის მაგრამ 20 სანტიმეტრი და სხეული ნიჟარასთან ერთად რა თქმა უნდა კიდე ბევრად უფრო დიდი ჩანს ანუ აი ჩვეულებრივად პატარა კნუტის ზომა შეიძლება იყოს ანუ მე გაჩვენებთ მე ფოტო მაქვს ჩემი კატის და როცა მოვიყვანე კნუტი რო იყო და ჩემი გიგანტური აფრიკული ლოკოკინის და ჩემი ლოკოკინა ოდნავ უფრო დიდია ვიდრე კნუტია გახსიერებთ ამ ფოტოს ძალიან დიდები არიან ძალიან დიდები ისდებიან დაახლოებით 8 წელი ცხოვრობენ კიდეც ბუნებაში საქართველოში არ არიან გავრცელებულები და ძალიან კარგი არის ეს იმიტომ რომ ყოფილი არის შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად ამერიკის რამდენიმე შტატში სადაც ეს კარგი კლიმატი არის და კომფორტული კლიმატი არის ამ ლოკოკინებისთვის რომ გამრავლდნენ ბუნებაში ანუ ინვაზიური სახეობად იქცნენ და იქაური რა ქვია
რომ მოყავთ ეს ბოსტნეული და ხილყოფილი მოსავალი გადაჭამეს მოკლედ ყველაფერი და გაწყვიტეს სხვათა შორის მაგის გამო ფულიც დახარჯეს ამაზე. ანუ ეს პარაზიტები რო გადააქვს მაგის გამო ძალიან ბევრგან კიდე მიზანმიმართულად ხოცავენ ამ მაგის მაგაზე დაფუძნებული ეს კოსმეტიკა და ჯანმრთელობისა და ხელოვნების ინდუსტრია უამრავია ხა მაინც და მაინც ეს ხო არა. აი ხა ამ კონკრეტულზე. ამაზე ვამბობ. ეს ამ ლოტოზე კიცი, ხა ეს ამისი ლოგოკინა ერთხელ სახეზე რო გადაიტარო, მოგაგდება 5 წელი, თუ როგორ არის. ზოგადად ლოკოკინები ერთ-ერთი ის არსებები არიან, ზოგადად სხვადასხვა მოლუსკებით, იმიტომ რომ ლოკოკინები არიან მოლუსკები, ძალიან მაგარი რეგენერაციის უნარი აქვთ რა, აი თვითონაც რამე რო დაემართოს, მართლა რაღაც სასწავლი რეგენერაციის უნარი აქვთ და მაგიტო ითვლება მათი ლორწო და არა მარტო ითვლება, ანუ მართლა მუშაობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ლორწო რომელსაც შეაგროვებენ რაც ეთიკურად იყოს შეგროვებული, რაც ძალიან რთული არის და არ ვარ ამის ექსპერტი სამწუხაროდ და არ ვიცი ზუსტად როგორ გროვდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში არაეთიკურად ხდება. ყოველთვის ან კოსმეტიკას ვიყიდით, რომელიც ამაზე არის დაფუძნებული, უნდა გავარკვიოთ ეგ ამბავი, რომ ლოკოკინების წამების ხარჯზე არ კეთდებოდეს ეგ. კი ბატონო, და მაგათ კბილები აქვთ, ხო? თუ ეს სხვა რამე აქვს და ჩვენ რასაც ვეძახით კბილები არა. მოკბილანო ძალიან ბევრი, რაცა მე მგონი 100-ით თუ მეტი, 1000-ით კი ბატონო, კბილები აქვთ პირის ქრუში, რომელიც ხო შორის ასევე შემიძლია მე ვიდეო გაჩვენოთ როგორ ჭამენ, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვაკვირდები ხოლმე ჩემკოკინებს. დავურთოთ ეს ვიდეო და მე ახლა ჩვენ როგორ იკვებებიან ხოლმე. ძალიან დეტალურად მეც არ ვიცი ზუსტად რითი განსხვავდება და როგორი აგებულების არის მათი პირის ხრო. თუმცა ხო ძალიან ბევრი პაწაწუნა კბილი აქვთ. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, ხო? კი, ერთი სული მაქვს. ხო, აი ხა ჩვენ აქ სტუმრად ყავს გველები. კი ბატონო, მე მგონია სახელებით იტყოდი და ჩვენ სტუმრად ყავს ობობა. ობობა არის სახელი და კრეგი. ხო, რა ქვიათ ხა კრეგი და ობობა. ობობა სახელი არის. ობობა და კრეგი. კი ბატონო. მივესალმოთ კრეგს და ესენი ხო არ უნდა გავაცილოთ მანამდე. აი ამას მოდი. მოდი ამას ჩავსვამ რო თქვენ ოფისში არ დარბოდენ არაკნები. რომლებიცთან ისედაც საქართველოში არიან გავრცელებულები და სანდრო, ანუ შენ ქონია კომუნიკაცია, კონტაქტი გველებთან. არაფერთან არ მქონია, აი ეს წერებთან კი უფრო, მაგრამ გველთან პირდაპირ არა, ანუ არც შევხები ვარ, მაგრამ ერთი სული მაქვს ეხლა რომ როდის თუ მომცემს მარი უფლებას ყელსაბამად გამოვიხდენებ. ეს ერთი დაიცა. ხო, მე ერთხელ ილიანის სამეცნიერო პიკნიკზე ერთხელ მაქვს ხელი მოკიდებული და შეიძლება კრეგიც კი ყოფილიყო, იმიტომ რომ ფოტოს მაქვს მე განახებთ რომ კრეგი. კრეგი არის, არ ვიცი, ასობით ადამიანს დახმარებია თავისი შიშის გადალახვაში. ხო, ზურა იქნება დღეს შემდეგ. ხო, იმიტომ რომ აი ჩემი უდიდესი სიყვარულისა და მიკუთვნებულობის ამ ველური სამყაროსა და ცხოველების მიმართ, ანუ ეს გველების მიმართ ეს დამოკიდებულება მაინც ვერ დავძლია, მაგრამ აი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვუყურებ რა, ანუ აი ჩემს იმაზე რომ შეხვიდე ხა Instagram-ზე, სულ გველებსა და რაღაცებს მიჩვენებს. კარგი, მოდი პირველს უფრო პატარა სამოვიყვან და უფრო ახალგაზრდას. ეს რომელი ობობა? ეს არის ობობა. სახეობა არის სიმინდის მცურავი გულისხმობს მიწაზე მცურავ მხოხავს და არა მაინც და მაინც წყალში, თუმცა წყალში ცურვაც რა თქმა უნდა შეუძლია. თითქმის ყველა გველს შეუძლია წყალში ცურვა. ანუ ეს ხამძრო ქვაზე ტოვებს, ანუ ეგ ტყუილი. რა თქმა უნდა ტყუილი არის, არ შეუძლია რაღაც ამოფურთხება და მე უკან შეწოვან რაღაცა მსგავსი. ეს არის ახლა პატარა? ერთოთი? ერთოთი. ვირა გაგვექცა? ეს ტარაკანას დავიჭირა. პატარაკანა უშავს. დაიკლაკან. მაგას მე მგონი ხა უნდა რომ გაგუდოს სანდრო. ეს მახრჩობელაა სხვათა შორის. მიუხედავად თავისი ზომისა, მახრჩობელადებში გადის. ცურავი არის, ანუ მახრჩობელო კიდე სხვა ტიპები არიან, თუმცა თავის ნადალს ხო აღჭობს. კი, თუმცა გველების უმეტესობა ეს ორივე ერთად როგორ კომუნიკაციაშია ერთმანეთთან. ერთად არ ცხოვრობენ, ანუ სახლში რა თქმა უნდა ცალ-ცალკე ტერარიუმებში არიან, მესამე გველი წყალს უბრალოდ აღარ წამოვიყვანე ისიც. ყველა თავისთვის ცხოვრობს, თუმცა ეხლა ერთმანეთს შეხვდებიან, არა უშავს, ანუ არ დაისტრესებიან.
არაფერი არ მოუვათ, ერთმანეთის შეჭმაც არ მოუნდებათ. აგერ ეს არის კრეგი და ხო გამოვაჩინო რამ სიგრძე არის. კი. იმიტომ რომ ჩემზე გრძელი არის. დაახლოებით 2 მეტრამდე არის. 2 მეტრი. დაახლოებით. და ესეც ის არის მცურავი რო არ გაგუწევს. ესეც მცურავი არის, ეს არის ნარინჯისფერი მცურავი. კრეგ. აი დავსვამ და გამოჩდება. ხა საკმაოდ გრილი არის, იმიტომ რომ ხო. გველების სხეულის ტემპერატურა გარემო ტემპერატურაზე არის დამოკიდებული. სიფსისხლიანი მაგას გულისხმობს პრინციპში. ორივე სახალი შემოცვლილი აქვს კანი თითქოს. აი მე მგონია რომ პირიქით ობობა ცოტა ხანში აპირებს რომ კანი გამოიწვალოს. ეს თვალებს არ ახამხამებენო შენს ვიდეოში. კი. ხო. ნახე. ან გააჩნია როგორ შევხედავთ რა, ან არ ახამხამებენ, ან ყოველთვის დახუჭული თვალი აქვს, თორსა ისევ და ისევ გააჩნია როგორ არაფერს არ გიზამს, სულ რომ სახეზე ასახთან ახლოს. მოკიდო. ეხა თან ენასაც რა ქვია, ასავსავებენ, ძალიან აინტერესებთ რა ხდება, რა გარემოში არიან. ანუ ამოვიყვანო შეიძლება. კი, არ გიყვენენ. მართლა სულ რომ გაკვანძოთ, არაფერს არ იზამენ. ხო და თვალებს დაუბრუნდები, რომ აქვთ გამჭირვალე ქვედა ქუთუთოსთან შეზდილი ქუთუთო. ვაიმე ამას გადაერქვი. იცი რა, კომუნიკაცია როგორ ხდება მაგათი რომ ვთხოვოთ, რომ ჩემსკენ არ იყუროს, აი ესე როგორც იყურება. უბრალოდ ნახე რა უბაზია. ნახე რა გაშუება. ზოგადად ორივე სახეობას არ მოსწონს ცოცვა და ტერარიუმშიც აქვთ ტოტები და ჯოხები, რომ ჩემ ტელეფონში მოენდებათ იცოცონ. ხო. ღმერთო. და შენ ეგრევე დიდ გველთან. ამათ არიციან რა ქვიათ, იმიტომ რომ ყურები არ აქვს. ყურები არ აქვს, ხო თან არც გარე ყური აქვს, არც შუა ყური და რაღაცა შიდა ყურის ფრაგმენტი აქვს, ანუ რაღაცეები ძალიან დაბალ ხმაზე ესმით, ძირითადად აღიქვამენ ვიბრაციებს, თუმცა ხო, ანუ მათი შეგრძნების საკმაოდ მთლიანად კუნთოვანი მასა არის, აი მთლიანად კუნთოვანი არის. თავსი კლავს. არა, ეს რეალურად არაფერს ისე არ იზამს, რომ თვითონ დაემართოს რა, ანუ კიდე შემოგეხვია? კი. აი მახჭობელა არის თუ არა, ეხა გავიგოთ. ხო, ანუ შეიძლება იგრძნო, რომ გეჭიდება და გეჭიდება მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არ დავარდეს. თუმცა შენ მოხშობას არ ცდილობს, ან ზოგადად გველების 99% აქეთ ეშინია ადამიანის, აქეთ გაურბის, ძალიან დიდები ვართ მათთვის. ხო, აი ეს კამერა ჩაწერამდე დაგისვი ეს კითხვა, რატო არ არის ახლა აგრესიული და რატო არ არის თავდაცვის რეჟიმში და რატო არ კვენს და ველურად რატო რა არის ამის თავი მიზეზი? პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს კონკრეტული სახეობები, ანუ რა თქმა უნდა, სახლში არიან გაზრდილები, ორივე ძალიან პატარა იყო, როცა სახლში მოვიყვანეთ და გავზარდეთ. ობობა პირადად მე გავზარდე, კრეგი, ჩემი საუკეთესო მეგობრის სახლში იზრდებოდა ცხოვრების უდიდესი ნაწილი და ეხლა მე მყავს. და გაიზარდნენ ისეთ გარემოში, სადაც ადამიანი არასოდეს საფრთხე არ ყოფილა და იგივე შეიძლება ძალიან ბევრ სხვა ცხოველზეც ვთქვათ რა, ანუ შეიძლება ქუჩაში ძაღლი რო შეგხვდეს, რომელსაც არ ქონია მანამდე შეხება ადამიანებთან, დაგვიყეფოს, დაგვიღრინოს და გვიკპინოს კიდეც, ხო და ძაღლი რომელიც იზრდება ადამიანებთან და რაღაცა ხდება რომ ადამიანის საფრთხე არ არის, კი ხო, ესენი არა მართლა. ენის გამოყოფა ეს ანუ ენის გამოყოფა აუცილებელი ამბავი არის, იმიტომ რომ ენის სავსავით აღიქვამენ რა ხდება გარემოში. ძალიან საინტერესო შეგრძნების ორგანო არის რეალურად მათთვის ენა და ცოტა რთული ასახსნელი იქნება, იმიტომ რომ ადამიანები მსგავსად არ აღვქვამთ ინფორმაციას რა. ანუ ენა როყობს ეს არ ნიშნავს რომ არც სუნი არის, არა, რა თქმა უნდა, უზდელი არ არის, ენას არ გიყავს. უბრალოდ აღიქვამს რა ხდება გარემოში, ანუ ენით აგროვებს ჰაერში არსებული ინფორმაციის ნაწილაკებს, რომელსაც შემდეგ პირში იდებს უკან. რაღაც დაახლოებით ცხვირის უკან აქვს ძალიან საინტერესო ორგანო, რომელსაც იაკობსონის ორგანო ქვია. ხო, ეგ უნდა მეკითხა, აი მაგ იაკობსონის ორგანო ეგ რა არის, როგორ მუშაობს? ეს ორგანო არის, რომელიც გველებს და არა მარტო გააჩნიათ ცხვირის დაახლოებით უკანა ნაწილში, რომელიც აი ისევ და ისევ ცოტა რთული ასახსნელი არის, იმიტომ რომ ადამიანებს იგივე ორგანო, ან იგივე შეგრძნების ორგანო არ გვაქვს, იმიტომ რომ რაღაცა სუნსა და მხედველობას შორის შეიძლება იყოს, აი დაახლოებით თუ ეცდებით რა. ანუ აი დაახლოებით ყნოსავენ მაგით რა, ძაღლები და რა. უბრალოდ ხო, ანუ რაღაცა ინფორმაციას რასაც აგროვებენ ენით და სხვათა შორის აი ესეთი ორად გაყოფილი ენაც მაგით აქვს, რომ ეს იაკობსონის ორგანოც რაღაცა ორნაწილიანი არის და მე ზუსტად კარგად ედება ამ იაკობსონის ორგანოსაც და
რაღაცნაირად მე ითარგმნება მათ ტვინში რა ხდება გარემოში და ანუ ამითი აღიქვამენ მართლა საჭმელი არის თუ არა, შესაჯვარებელი სხვა გველი არის თუ არა, უფრო დიდი გველი რომელიც შეიძლება მათთვის საშიში იყო არის თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს თითქმის აღიქვამენ ეგრე, რადგან გველების უმეტესობას, ასევე ძალიან ბევრი ადაპტაცია აქვს გველებს, იმიტომ რომ ყველგან არიან გავრცელებულები ანტარქტიდის გარდა. არა, უშავს იბოდიალონ შეუძლიათ. თვითონ არ ჩამოვარდებიან. მართლა? ესე ნახე ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი თვალები აქვს ასევე ჩემი აზრით. ენას რო გამოყოფს ხოლმე. აი ეს არის, მაგრამ ესე. ანუ აი ახლა მიკეთებს მაგას. რას გიყურებს თვალებში? ხო. აი კარო არის. ხოდა. თვალებში გიყურებს, იმიტომ რომ არ ვიცი, სხვაგან ვერ გაიხედავს. მაქსიმუმ შენ გაიხედავს სხვაგან და თვითონ ეს ვერ გაიხედავს თითქმის. ნუ ცოტათი ატრიალებს აქეთ-იქით, მაგრამ ეს რა ქვია, ანუ ეს თვალებში ყურება და რაღაცა, ეხა ეგ ის არის, ხო? კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი ხა თუნდაც შეიძლება გინახავთ ვიდეოები. მოდი. არაფერი არ ქონდა საპატიებელი. ვითომ იმითი პლეიტად აი ესე რომ მე თვითონ რაღაცებს უშვები, ამით ხوار ვაწუხებ. არა, უბრალოდ თავარია არ უთქმიტო, არ ვიცი რაღაც არ ჩაუჭირო, ანუ შენაც გეტკინებოდა, იგივე რაღაცა არ გაუკეთო და უბრალოდ რომ აიყვანოთ ან ისე რომ მისი სხეულის წონა თანაბრად იყოს გადანაწილებული, არა, აი ოდნავადაც კი არ შეწუხდება. ეს არის როგორც მითხარი სიმინდის თუ როგორც ჩრდილო ამერიკაში ენდემური უფრო დიდიც იზრდება. ეს არის სტაფილოსფერი. ნარინჯისფერი, სტაფილოსფერი მცურავი პრინციპში ხალხი თითქმის იგივე არის. ეს არის ჩრდილო ამერიკული. ამაზე როგორც ვიცი, ერევად ხოლმე ქართულად ქვია დინგფაროსანა თუ ახსნები გველია რომელიც ჩრდილო ამერიკაში არის გავრცელებული, ამას გავს ძალიან, თუმცა ხამიანია რა. ეს ჰოგნოუსი ხო არ ქვია ინგლისურად ხო? ხო, ჰოგნოუსი და ამას შერევად ხოლმე და ხოცავენ ამეებს იმად გამო რა, იმიტომ რომ ის ხამიანი რო. ეგ ყველგან სამწუხაროდ არა უნივერსალურია, რომ ყველა გველი გონია ჩხამიანი, ანუ მართლა შეხედავდა, არ ვიცი, არის წყლის ანკარე, რომელიც არ შეიძლება ოდნავ გავდეს, ან რაღაც სხვა გველს ვიტყვი, არ ვიცი, შეხედავდა, არის გველხოკერა, რომელიც გველიც კი არ არის და ხვლი კი არის და უბრალოდ ფორმით გავს გველს, მაგრამ იმაგასაც კი მოკლავენ, იმიტომ რომ გველი გონიათ და გველი გონიათ, რომ ყველა გველი არის კი, შეიძლება უბრალოდ ყბებს ისწორებდეს ასევე. სულ რო გიკპინოს, მტკივნეული არ არის ასევე. აი ხა ეს კუდი რო გამოუწიო, ხო არ ეწყინება? არა, არაფერი არ ეწყინება, მართლა არ ეწყინება. ასევე მართლა ძალიან საინტერესო ყბები აქვს. შეიძლება ეს ხარ დავისვა, აი არ მინდა. კი, შემიძლია დაგეხმარო ასევე. არა, ხო. მოდი. მოდი დაიცა. დამეხმარი, იმიტომ რომ გონია რომ უნდა ვატკინო. ის გამახსენდა ახლა. ვირსი იმაზე. საჭიროებაზე. ეგა ვარ. ოპა. არა, ისე უნდა დავიჭირო, ნახე. ხელებზე. აკრაგი არის 13 წლისთან და ანუ მართლა ძალიან გამოცდილია. მორჩა. აი. მეორე. მოვნიშნე. მზადარი. რამე ხომ არ აქვს სათქმელი ბატონ აკონტროლებენ ხელს, ეს არის სრულიად გაყენებული ხარინამე. არა. საინტერესო რომ მე ძალიან მეცინებ, იმიტომ რომ ხშირად გონიათ ხოლმე გველები, გონიათ რა მობერო არის სიბრძნის სიმბოლო და მე მგონი იმიტომ გონიათ რომ ეს რაღაცა საინტერესო გამოხედვა აქვს, იმიტომ რომ თვალებს არ ახამხამებენ არა და რა თქმა უნდა ძალიან სულელი არსებები არიან რა, ანუ ინსტინქტებზე დაფუძნებული არის მათი, არ ვიცი, ყველანაირი მოძრაობა თითქმის. მაგრამ ხო ყბებზე მინდოდა მეთქვა რომ ძალიან, ანუ გველები ჩემი აზრით არიან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცხოველები, იმიტომ რომ უამრავი საინტერესო ადაპტაცია აქვს, იქიდან გამომდინარე თუ სად ბინადრობენ, სად ცხოვრობენ, რა ტიპის გარემოში მოუწიათ გაზდა და განვითარება. ასევე ერთ-ერთი უძველესი ცხოველები არიან, ხო, რეპტილიები და მათ შორის გველებიც. ვიცით რომ თავიდან ჰქონდათ ფეხები და მოხვლიკო ტიპები იყვნენ და მე მიწაში ჩავიდნენ, რის გამოც ფეხებიც აღარ დაჭირდათ და ეს თვალებზე ისევ აქვს და ოდნავ ღია აქვს. მართლა ძალიან საინტერესო ცხოველები არიან, აი ვკითხულობდი საინტერესო ფაქტებს რა და მახსოვს კიდევაც მაგალითად გველბრუცა blind snake თუ რა საქართველოშიც ყავს. მართლა ერთ-ერთი სახეობა არის რომელიც მარტო მდედრია, ანუ მამრი არ არის საერთოდ იმაში სახეობაში და კლონირებით მრავლდება და ძირითადად მიწაში გამრავლება. პართენოგენეზი. ზუსტად იგივე სახეობა არ ყავს. ეგ სახეობა რომელიც ახსენე კი მე მგონი ავსტრალიაში არ გავრცელებული, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ხო ანუ
ქალწულისებრივი გამრავლება ქვია მაგას, როდესაც მხოლოდ დედრები არიან სახეობაში და ყველა მათი რა ქვია, შვილი არის ფაქტობრივად მისი გენეტიკური კლონი, ანუ ზუსტად იგივე, ანუ რახან არ ყავს მამრი, რომელთანაც გაუზიარებს გენეტიკურ მასალას, ყველა მისი კლონი არის და ხო, მართლა ეგ არის ერთადერთი პართენოგენეზული გველის სახეობა, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არსებობს და სხვა რაღაცებსაც სწავლობენ, გველების გამრავლებაც საინტერესო თემა არის, ის ადაპტაციები რაც აქვთ. არ მართლა ცალკე შხამით საინტერესო არის, ცალკე მათი სხეული. მოდი ერთხელ კიდე რომ თქვათ, რომ ეს შხამი რეალურად არის მაგათი ნერწყვი, ხო, უბრალოდ რაღაც შერეულია, რომ ჯირკვლიდან გამოდის შხამის ჯირკვლები, რომელიც თვითონ არ წამოთ, ანუ დეპოები აქვთ და თავიანთი მას არ ერევა, ასე ვთქვათ, სისხლს და მე როგორც ვიცი, არის ორი ვარიანტი, ყველაზე ხშირ შემთხვევაში არის ჰემატოტოქსიური, რაც ნიშნავს, რომ სისხლს წამლავს, ან არის ნეიროტოქსიური, რაც ნიშნავს, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის მოწამვლით კლავს რა. ან არ კლავს და უბრალოდ შხამავს ცოტა ხნით. შხამის სიძლიერესაც გააჩნია. ზოგიერთი შხამი გათვლილია პატარა მღრღნელებზე და მარტო იმ საჭმელზე, რასაც თვითონ იკვებება. უმეტესობის შხამი გათვლილი არის, ანუ არსებობს დაახლოებით 3000-მდე სახეობა, რაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ არსებობს და აქედან სრული უმეტესობა, ანუ 2500 სახეობა საერთოდ არ არის შხამიანი და არ ვიცი შეიძლება 500-600 სახეობა ყავს, რომელიც არის შხამიანი, საიდანაც ასევე სრული უმეტესობა არ არის ადამიანისთვის საშიში, ანუ აი ზოგიერთი შხამი არის უბრალოდ გათვლილი, როგორც უკვე მანამდე ახსენე სანდრო, პატარა მღრღნელებზე და ხვლიკებზე და საქართველოშიც, აი მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეგეც რომ ახსენოთ, რომ საქართველოშიც ყავს შხამიანი გველი, გიურზა, რომელიც ყველა გველი გიურზა გონიათ ხოლმე სამწუხაროდ და და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ უბრალოდ ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ როგორ გავარჩიო გველები, როგორ გავიგო რომელია შხამიანი, რომელი არის არაშხამიანი. იქ რაღაცა და სამწუხაროდ არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა, რითიც შეიძლება დავიმახსოვროთ. ანუ ხშირად გონიათ ხოლმე რომ აი თვალის გუგის ფორმა, რაც ასევე არ არის სიმართლე, იმიტომ რომ თუნდაც საქართველოშიც ყავს შხამიანი გველები, რომლებსაც აქვთ კრეგისნაირი ან ობობასნაირი მრგვალი თვალები. ან ყავს ან არსებობს რა ქვია არაშხამიანი გველები, რომლებსაც უფრო აი კატისებრი ესეთი ვერტიკალური თვალის გუგა აქვთ. ან რაღაც ერთი ესეთი ნიშანი არ არსებობს, რითიც შეიძლება დავიმახსოვროთ. ყბები ვინაიდან შხამი მაინც ყბებში არის დაგროვილი, უფრო განიერი ყბები აქვთ, როგორც წესი იმ გველებს, რომლებიც შხამიანები არიან. მაგრამ ამავდროულად ყავს გველები, მაგალითად თუნდაც წყლის ანკარა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გველია, რომელსაც შეუძლია თავის გადიდება, ლოყების გადიდება, თავის წასამკითხება, ზუსტად იმისთვის, რომ უფრო შხამიანი და უფრო საშიში გამოჩნდეს და ზუსტად თუნდაც დაემსგავსოს ამშენ გიურზას, რის გამოც აი ძალიან ხშირად კლავენ არა და ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირ მნიშვნელობით ქვეშაფსია გველები არიან, იმიტომ რომ როცა ეშინიათ, ანუ მათი თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი არის, რომ სითხეს გამოყოფენ, რომელსაც აი ძალიან ცუდი სუნი აქვს რა და ხო. და არა და ესენიც ძალიან კაი სანიტრები, აი გარჩევაც არ მიდის ხოლმე, პირდაპირ კლავენ, უკვე აღარც არის ფიქრი იმაზე. აღარც არის ფიქრი იმაზე, გიურზა არ არის შხამიანი, მე ხა სოფელში აქ რეგიონებში აი როგორც კი დაინახავენ პირდაპირ აი ეს ნიჩბითან რაღაცით თავის გაჭირდა არ შეიძლება ეგ უკვე ვახსენეთ რატომაც არ შეიძლება ეს ბიომრავალფეროვნება სიტყვა არ არის ლიტორის სიტყვა თუ ცარიელი სიტყვა არ არის რა არის ნიშნავს იმას რომ მათ ჩვენს ბუნებაში აქვს თავიანთი ფუნქცია მათ შორის ამ სანიტრების რომ ამ პატარა მღრღნელებს რომლებისაც ასევე გეშინიათ აი ერთ-ერთი მიმხედავები ესენი არის და არა მარტო მღრღნელების მწერების ასევე სხვა ქვეწარმავლებისაც არ მათ შორის ზოგიერთი გველი თვითონ სხვა გველებსაც ჭამს და თვითონაც არიან საკვები ძალიან ბევრი სხვა ცხოველისთვის იქნებიან ეს სხვადასხვა ფრინველები სხვადასხვა ძუძუმწოვრები თუ ასე შემდეგ აი საკვების გარეშე გაგაცლებად იქნას შეუძლიათ სახეობას გააჩნია კი ბატონო ასაკსაც გააჩნია თუმცა აი მინიმუმ რამდენიმე კვირა ეხა მე მოგულებს 10 დღეში, აი ამორს 10 დღეში ერთხელ ვაჭრობა მაგალითად უკვე. ახლა არ არის, შეერი პირიქით იმედი მაქვს რომ მოსაქმებას არ გადაწყვეტ საქსადმე, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ჭამამ, დეჭმა ჭამა სანამ მე არ ვიყავი აქეთ და ეს ამათ პატივისცემას ჩავიცვი ეს ფერადი რომ მაქსიმალურად თავი ძალიან გიხდება შეხედა. ხან ახლა რაღაცა ისე კარგად ხო არა ჩვენ დავეგობრდით ოკეი ხაი ჩემ ყველა პრობლემა რომელიც ქონდა აი ხაი მაისურზე მყავს მაგალითად ერთ-ერთი საქართველოში გავრცელებული გველი წენგოსფერი მცურავი ქვია რომელიც ესეთი დაახლოებით
ну, ეკრეგზე ცოტათი უფრო პატარა ისდება, შეიძლება ამაზე უფრო დიდი. აი, ზუსტად ესეთი ძალიან ლამაზი მოხატულობა აქვს, მომწვანო მოწენგოს პრო თავი აქვს და მე უფრო წითლდება და ესეთი კოპლები აქვს და ეხა ესეც იმის გამო რომ შედარებით ლამაზი არის, ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე შხამიანი და რა თქმა უნდა ამასაც ეგრევე კლავენ და აი წეგანაც დავიწყე ამაზე საუბარი და გონება სხვა გამექცა რომ ერთადერთი გზა რომ დავიმახსოვროთ რომელი გველი არის შხამიანი და რომელი არ არის რომ უბრალოდ ვისწავლოთ რომლები არიან შხამიანები, მათ ფოტოებს შევხედოთ არ ვიცი, დავიმახსოვროთ და დავიზეპიროთ რა მახასიათებლები აქვს რაც განსხვავდება სხვა გველებისგან და შემდეგ ბევრად უფრო მშვიდად ვიქნებით ბუნებაშიც რა. აი დავუშვათ და შემხვდა ხა ეს შხამიანი. კი ბატონო, შეხვდა გიურზა. შემხვდა გიურზა. და სხვა გველი არ იქნება ეგეც. ხო, ესე თავს ეღარაზეც ამბობდი, ხო, ესე თავს მაინც თვითონ არ გესხმის. არა. ეხლა მეც აი ცოტა რამდენიმე თვის წინაც მეც შემხვდა გიურზა და ხო აი გავჩერდე და დავაცადო გაიაროს. ან შენთან ცოტა მოშორდე. აი შენ რო შეგვდება. გაუშვი შენ გზაზე წადი და ის თავის გზაზე წადი. თითქმის ყველა შემთხვევაში ძალიან შეეშინდება შენ პირველი თვითონ ეცდება რომ სადმე სხვაგან გასრიალდეს. და თვითონ მეც რომ ნახე ეს გიურზა, მეც ეგ ვიდეო გადავიღე, აი როგორ ახლოს გავდივარ მასთან და როგორ საერთოდ არ ცდილობს რომ ან თავს დამესხმეს, ან ჩემკენ გამოგცეს პირიქიდან როგორ ცდილობს რომ ამერიდოს რა და ეხა როგორც წესი ადამიანები რო ხედავენ ამ გველებს უახლოვდებიან, ცდილობენ რომ ან მოკლან, ან დაიჭირონ, ან როგორც წესი ამის იქით. ხო, არ არის ხოლმე რა. გაერთონ ამ გველით და მაგრამ ხდება შემთხვევები ამ ბავშვებში როგორც წესი. ან როცა აი არის რა მაგისი სტატისტიკაც, რომ რა შემთხვევაში კბენენ გველები ადამიანებს და როდესაც ადამიანი ცდილობს რომ დაიჭიროს, როდესაც ადამიანი ცდილობს რომ მოკლას, ან როდესაც არის მთვრალი და შემთხვევით აბიჯებს, ან ვერ ხედავს ან რაღაცა რა. ხო და რომ მიდიხარ რომ მოკლან გაგექცეს, აღარ უტოვებს სივრცეს რომ გაგექცეს და უკვე გადმოდის თავდაცვაზე. და ვაიდა გიკბინა ამ შხამიანმა ჯერ რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. ეგ ჩემთვის ძალიან კარგი კითხვა არის. ზოგადად იმასაც ვიტყვი რომ მნიშვნელოვანია სად გვიკბენს ეს გველი, ანუ იმის თუ როგორ იმოქმედებს ამ გველის შხამი ჩვენზე, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ერთ-ერთი არის როგორი ფიზიკური ჯანმრთელობა გვაქვს, რა თქმა უნდა, სად გვიკბინა გველმა, ანუ მიკბინა არ ვიცი მე სადღაც კისერთან ახლოს და არ ვიცი მე ხელთან ახლოს თუ სადღაც ფეხზე, ანუ რაღაცა ცენტრალური ორგანოებიდან უფრო შორს. და შემდეგ უკვე როგორ ვიქცევით, ეს ძალიან სასაცილო ჟღერს ხოლმე ამას რომ ვამბობთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავწყნარდეთ და არ უნდა ვიპანიკოთ და არ უნდა ვინერვიულოთ. ну ეს იმ შემთხვევაში როგორც უკვე ვთქვი, თუ გველი ზუსტად ვიცით რომ შხამიანი არის რა. და ხო ან რო გვიკბენს, უნდა დავწყნარდეთ, უნდა რაც შეიძლება მეტი წყალი დავლიოთ, უმოძრაოთ ვიყოთ, პირველი რაც უნდა ვქნათ არის რომ დავრეკოთ 112-ში, როგორც ხო, დავრეკოთ 112-ში და აი ეს მე ისე ქვია შხამის ამოწოვა. ახლა ვიტყვი რა, ან მოკლედ კიდე ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ გონი ახლა უფრო დაალაგებულად ვიტყვი რომ გველმა გვიკბინა, უნდა დავწყნარდეთ, იმიტომ რომ თუ ნერვიულობთ უფრო, არ ვიცი, ჩქარა მოძრაობს ჩვენ სხეულში სისხლი და თუ ჩქარა მოძრაობს ჩვენ სხეულში სისხლი, უფრო ჩქარა გადადის, ესე იგი შხამით და ვრცელდება, ამიტომ უნდა დავწყნარდეთ, დავრეკოთ 112-ში. რაც შეიძლება ცოტათი ვიმოძრაოთ, ანუ უნდა ვეცადოთ რომ უმოძრაოთ ვიყოთ, ბევრი წყალი დავლიოთ და არ ვიცი, დავოლოდოთ რომ ვიღაცამ რაღაცამ გვიშველოს. ხოლო რა არ უნდა გავაკეთოთ, აი რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოვწოვოთ არანაირი რა ქვია შხამი, არ უნდა დავიდოთ ტურნიკეტი ან ლახტი ან ქამარი ან ასე შემდეგ, არ უნდა მოვიცვათ, არ უნდა მოვიჭრათ, არ უნდა დავისეროთ ის ნაკბენი ადგილი, არ უნდა დავლიოთ არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლი. ზედ არ დავისხათ, და არც ზედ არ უნდა გადავისხათ, ხო. ხო, და ეს ამოწოვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რატო არის, რომ სხვა ადამიანი აკეთებს ხოლმე ბანდახანდახა და შეიძლება ამ ადამიანს ზუსტად დაზიანებები ის შხამი შეიძლება შენს სისხლის მიმოქცევაში მოხდეს და ორი ადამიანი და მოიწამლოთ ამ შხამით, ასე ვთქვათ, ერთის მაგივრად და ის ვთქვათ, რომ ამ იმ კლინიკებს სადაც რეანიმაცია, ანუ ძირითადად დიდ კლინიკებში წესით და რიგით ყველგან უნდა იყოს ამ ანტიდოტი ამ გიურზის კი, საქართველოში ხო, მარტო გიურზის ანტიდოტი გვაქვს, ანტიგიურზინი ქვია პირდაპირ და ხო, თუმცა ვიცი რომ არსებობს შემთხვევები, როცა არ ვიცი გიურზას უკბენი ადამიანისთვის და არც კი მიუღიათ ეს ანტიგიურზინი და უბრალოდ არ ვიცი მე კარგი ჯანმრთელობა, ხო, რა თქმა უნდა, ანუ რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დავრეკოთ და
ხო, მივიღოთ ეს ანტიდოტი. არის ისეთი ჯიშები, გველები ის, რომელიც სახეობები უკაცრავად, რომელიც აპრიორი ძალიან აგრესიულია და დაინახა სანდრო და უნდა გადაყლავოს. შავი მამპა. ხო, შედარებით უფრო მართლა აგრესიული ტიპები შეიძლება იყვნენ, რამდენიმე გეცახეობარი, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს აუცილებლად თავდაცვიდან გამომდინარე არის რა. არა, შენ მაგის საჭმელი აწებელია როგორ არის რა. არ ხარ მაგის საჭმელი რა. ხო, არა, შენ ხარ უბრალოდ საფრთხე. შენ ხარ მარტო საფრთხემისთვის რა. მაგრამ ისევ აი საქართველოს რო დაუბრუნე, იმიტომ რომ უფრო რელევანტური იქნება, საქართველოში ყავს ერთი ესეთი გველი, რომელიც ხშირად შეიძლება შეგხვდეს, ქვია წითელმუცელა მცურავი, ცოტათი კრეკს გავს, ოღონდ ბევრად უფრო მოწითალო ფერებში არის რა. აი ესეთი ფერები აქვს და ესეთი სხეული დაახლოებით. ჩემი აზრით კრეგი, მაგრამ წითელმუცელა მცურავი ძალიან ლამაზი არის. აი 2 წლის წინ იყო, მე და ჩემი მეგობრება 136 წელი გველი ვნახეთ, არ ვიცი შეიძლება ნანახი გქონდათ ეგ ნიუსი. მაგრამ მოკლედ ხო ეს გველი არის შედარებით ტემპერამენტიანი გველი. და შეიძლება თუ თავი შეშინებულად იგრძნო, იქ რაღაცა ფეხზე წამოდგეს, ან კუდზე წამოდგეს, ბლეფაობა დაიწყოს, რომ აი თითქოს უნდა რომ გვიკვინოს ან ასე შემდეგ. თუმცა ანუ პირველ რიგში ძალიან დაბალი შანსია რომ ისევ და ისევ გვიკვინოს და რომ გვიკვინოს არაფერი არ მოგვივა. და ხო უნდა ვისწავლოთ რომელი სახეობები არის შხამიანი, რომელი არ არის შხამიანი, დაახლოებით 24 სახეობამდე გველი ყავს. დაახლოებით იმიტომ უფრო ყოველწლიურად ახალი კვლევები და ახალი სწავლებები არის იმაზე თუ ზუსტად რომელი სახეობები გვყავს და მეცნიერებაში ხშირი არის რომ ზოგიერთ სახეობა აღმოჩნდება რომ ერთი იგივე სახეობა არის უბრალოდ განსხვავებული, არ ვიცი მორფოლოგია აქვს და ასე შემდეგ ხო და საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახეობის გველი ყავს მოკლედ. როგორ თქვი რა ამაზე გაზრდილი და ეხლა მახსენდება რომ ერთ-ერთი გველი არის და მამრი აკეთებს ეგეთ რაღაცას, აღარ დამავიწყდა სახელი ოღონდ, მამრი აკეთებს ეგეთ რაღაცას, რომ როცა ის არის ტემპერატურის მოსამატებლად რა, ანუ სიცივის დროს გამოყოფს ქალის ფერომონებს და გარშემო მთელი ეს მამრები, ვინც არიან თავის სახეობის გველის მამრები, ესე მოდიან ჯგუფად ამის გარშემო, ეს თბება და მერე გადის და შესაჯვარებლად მიდის თვითონ დედრთან. ძალიან საინტერესო მუშაობს რა მართლა მათი შეჯვარება. ასევე არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მე ვიტყვი და მე შეგიძლიათ ამოჭრათ რომ საინტერესო არის ისიც რომ აი გველებს აქვთ მაგალითად მამრ გველებს 2 პენისი და ესეც იმისთვის არის რომ რაც შეიძლება მეტ გველქალს შეუჯვარდნენ და რაც შეიძლება მეტი და არ ვიცი მრავალფეროვანი შთამომავლობა დატოვონ. ეხლა ბოლო კითხვა მექნება ამათთან დაკავშირებით, აი ეხლა ობობას და მაგობობას გულისხმობთ და აქვს თუ არა თავის ხასიათი რა. ან ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით და როგორც ადამიანი რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებს მათთან ვიტყოდი რომ აი ცალსახად რა იმისთან მივხვდებით რომ ვიცით რომ ანუ უბრალოდ ბიოლოგიურად შეუძლებელია რომ არ ვიცი განუვითარდეთ ადამიანების მიმართ რაღაცა მიჯაჭვულობა და სიყვარული იმიტომ რომ უბრალოდ ტვინის ეს მსგავსი აგებულობა უბრალოდ არ აქვს ხო მე მაინც ვიტყოდი ოღონ მართლა არ ვიცი ჯერა თუ გამოვიგონე თუ მართლა ესე ანუ მე მგონია რომ ესე არის რომ არის თავისი ხასიათიც აქვს და ჩემი მიმართაც რაღაც ანუ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს რა, ანუ ერთი რომ მან ცხოვრობენ სხვა ადამიანებისგან ეგ ფაქტია, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი კომუნიკაცია მე მაქვს მათთან და ხო მე მგონი ძალიან მოეწონა შენთან, ნახე კისერზეც და ხელზეც და ყველგან დარჩა და აი ობობა არის მაგალითად აი ყველაზე ცნობის მოყვარე გველი მე მგონი დედამიწაზე, ან ყოველ შემთხვევაში ვისანაც მე მქონია შეხება, აი ყველაფერი ძალიან აინტერესებს ხოლმე რო შევდივარ იმ ოთახში, სადაც ამის ტერარიუმი მიდევს, აი ეგრევე ვხედავ ხოლმე, რომ თავს გამოყოფს ხოლმე თავისი სამალავიდან და ყოველთვის აინტერესებს რა ხდება. ტერარიუმიდანაც რომ გამომყავს, ათვალიერებს, დასრიალებს, დასისინებს, ენას ასავსავებს, ანუ ძალიან ცნობის მოყვარე ტიპია რა. კრეგი ნაკლებად, კრეგი უფრო დონდლოა, ასაკშიც არის, მაგრამ აი თავიდანვე უფრო ეგეთი იყო რა, უფრო დინჯია ხო და ხო ცოტათი სადაც დასვა მით დარჩება რა. და კანს რატო იცვლიან? ერთი რომ თავის ძველ კანში ვეღარ ეტევიან, ანუ უნდა ხო ანუ რაღაც თავის უფრო დიდდებიან და თავიანთი კანი უკვე ასე ვთქვათ უჭერს და უნდა გაიზარდონ, უნდა გამოიცვალონ და ასევე პარაზიტების მოსაძრობად არის ფანტასტიკური გზა, რომ თუნდაც ეს ტკიპები, რომლებსაც მანამდე ლაპარაკობდით, რომ მოიშოროს კანს იცვლიან ამისთვის და ესეც ძალიან საინტერესო ხდება. მე სხვა შორის მოვიტანე კანი თქვენთან თუ გაინტერესებთ ამათი გამოსვლელი კანი. აი ეს არის კრეგის კანი მაგალითად.
შეგიძლიათ შეეხოთ. ნახე. სრულიად კერატინისგან შედგება. შენი სახლი მოვიდა. კერატინი არის იგივე ნივთიერება არის, რისგანაც შედგება ჩვენი ფრჩხილები და თმები და სხვა ცხოველებისთვის, არ ვიცი, ბუმბულები და ჩლიქები და ასე შემდეგ. და ხო, ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ გველები არიან სლიპინები და სველები და არ ვიცი, არასასიამოვნო შესახებები, თუმცა ვიტყოდი, რომ საკმაოდ გავს ჩვენი ფრჩხილის სტრუქტურას, ანუ ფრჩხილზე რო თითი გადაისვა, დაახლოებით იგივე გრძნობა არის გველის შეხება. ხო. თუმცა დიდი ხანი რო ხელში ყავდეს ამ ძის ქვეშ რო იყოს, ესეც თბილი იქნებოდა. ანუ გარეთ რა ტემპერატურაც არის, იგივე ტემპერატურა გველსაც ფაქტობრივად. და აქაც ჩანს ასევე იმისი თვალებიც, ნახე. ვაუ. გამოცვლილი. ხო და კანს რო იცვლიან, ანუ რაღაც პერიოდი აქვს ორი კანის ფენა რა, ანუ სანამ ზედა ფენას მოიხსნიან, მანამდე ქვევით ახალი კანი როცა ფორმირდება და მე უკვე ზედა კანს იცვლიან, ანუ ესეც ძალიან საინტერესო არის. ჩემ ბავშვობაში ეგეთი ის იყო რა ვიცი, მითი თუ რა ქვია, რომ გველს გული აქო კუდშიო. გაგიგია ეგეთი. აი იმდენი საინტერესო და არ ვიცი, სასაცილო და უცნაური რაღაცა გამიგია გველებზე, რომ შეიძლება ეგეც გაგებული მქონოდა. მაგრამ რამდენი ხნის დემონიზებული არსება არის, რომ ნუ ბიბლიაშიც კი მთავარი ბოროტ მოქმედი, ანუ უძველესი დროიდან ერთ-ერთი ყველაზე ან ჩემზეც ყველაზე დემონიზებული არსებები არიან საერთოდ რა, ანუ ეს სხვა არც ერთი არსება არ ძულთ. მე მგონი ყველაზე მეტად აქვს ადამიანებს შიში და აი შეიძლება და მე მგონი ეგეც ყველაზე გავრცელებული შიში სოფლიოში. არაქნოფობია. არაქნოფობია არის. მე მგონი აი მეორე მესამეზე არიან გველებიც, ანუ იქვე არიან ძალიან ახლოს. გადავალთ, ეხლა ბოლოს საკითხი მინდა ამ გველებთან დაკავშირებით ესეთი, რომ კვება ამათი. ხო, კვება არის ის თემა, რომელიც შედარებით უფრო სენსიტიური არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ ნეგატიურ უკავშირს ვიღებ ხოლმე, რომ აი შენ როგორც ადამიანს, რომელიც ხო, კითხო. როგორ არ გეცოდებაო თაგვებიო? ხო, და რა თქმა უნდა, ანუ მეცოდება და რა თქმა უნდა, საერთოდ არ მომწონს ეს ფაქტი, უბრალოდ არ ვიცი, ცოტათი უფრო შორიდან უნდა შევხედოთ ამ საქმეს და ამ თემას რა, ეხლა პირველ რიგში ანუ სხვა ვერაფერს ვერ ჭამენ, ანუ მაინც ეგ უნდა ჭამოს ბოსნეულს და ხილს ესენი არ მიირთმევენ. ცხოვრებით ესენი არ არის. კი, მიირთმევენ მხოლოდ, ანუ ყველა გველი თავისი ზომიდან გამომდინარე არის მტაცებელი. ზოგიერთი გველი ჭამს, არ ვიცი, ჭიანჭველებს და ჭიანჭველის კვერცხებს, აი მაგალითად გველბრუცა, რომელიც როგორც ხო, საქართველოში წყოს გავრცელებული, იმიტომ პატარა გველია და ზოგიერთი გველი ჭამს, არ ვიცი, ანტილოპებს და ნიანგებს, თუ დიდები არიან. ყველა არის მტაცებელი. კი ბატონო. სანდრა ცურათი გადაგვიღე ეს. კი, როგორ ეხლა მგონი უკვე ძალიან მოგეწონა. ხო და ესენი ეს კონკრეტული ვაჟბატონები მიირთმევენ თაგვებს, 10 დღეში ერთხელ ვაჭმევ ხოლმე 2 თაგვს და სრულიად ყოფნით, რაც უფრო პატარები იყვნენ, უფრო ხშირად ვაჭმევდი, უფრო პატარა ზომის თაგვებს. არ მომწონს ეს პროცესი, ვერ ვიტყოდი რომ ამისგან სიამოვნებას ვიღებ, რა თქმა უნდა, უბრალოდ წოთი უნდა დესენსიტიზირდე და ამაზე ძალიან ბევრი არ ვიფიქრო რა, მაგრამ იგივენაირად, ანუ ვისაც კატებიან ძაღლები ხომ არ გავთ შემთხვევით. 5 კატამყავს. ხო და აი თუ იცი კატების საჭმელში რა არის? ხო, ვიცი რაც. აი ასევე ცხოველური ნარჩენები და ცხოველები არის ამ კატის საჭმელშიც და ძაღლის საჭმელშიც, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქვს ეს რაღაცა სამკუთხედი და ოთხკუთხედი ან თევზის და რაღაც გულების ფორმები რა, ანუ ოდნავ უფრო თუ დავუფიქრდებით ამ თემას, მოკლედ უფრო კომპლექსური ხდება. და კომენტარებს გიწერენ, კაი ხინკალნაჭამი, კაი ისეთი. აი ზუსტად. კაი, ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მაშინ. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მე ეს ვიდეოები რაც ვნახე, ესენი იყვნენ თინათინი და ავთანდილი. კი ბატონო, ეგენი არიან ჩემი კამელეონები. ეგენ კამელეონები არიან. თინათინი და ავთანდილი არიან კამელეონები. რომლებიც არ წამოვიყვანიან, ვარ დაისტრესო. ეს მოდი კამელეონებზე არ ვისაუბროთ, ასევე ის დრაკონი რო ყავს, ნამდვილი დრაკონი. ხო, წორებიანი აგამა. აგამა, ხო. ეს საქმეა, ესენი ანუ რა მითხარი, ერთმანეთთან როგორ არიან? არანაირად ანუ. არა, არაფერს არ უზამენ ერთმანეთს. რეაქციაც არ ექნებათ და შეიძლება. მაშინ დავიწყოთ იმაზე, ობობებზე საუბარი. კი ბატონო, მოდი. შევლავ. ხო, ესენი და ობობები ერთად როგორ არიან? არა. ეს შორიდან შეიძლება, მაგრამ ხა ერთმანეთს პირისპირ არც გავაცნობდი, უბრალოდ რო არ დაისტრესოს ან ერთი ან მეორე.
და ისეთი პატარა თავი რო აქვს, თავს როგორ ჭამს. აუ კი წაღანაც მინდოდა მაგის თქმა და ეხა ვიტყვი რომ გველებს სხვა არსებებისგან განსხვავებით აქვთ ძალიან მოძრავი ყბები. ხა ადამიანს აქვს მარტო ქვედა მოძრავი ყბა, ხო? იმას ზედაც ამას ზედაც მოძრავი აქვს, ანუ ზედასაც ამოძრავებს, ქვედასაც ამოძრავებს და ასევე მარჯვენა და მარცხენა ყბის ცალ-ცალკე მოძრაობაც შეუძლია, ანუ 4 მხრიდან შეუძლია ამ ყბის მოძრაობა და შესაბამისად ძალიან დიდზე გაშლა, შესაბამისად აი დაახლოებით 180 გრადუსზე შეუძლია პირის გაღება, რაც ძალიან ბევრია. ჩავსვათ ახლა ეს? კი, მოდი ჩავსვათ. არა და რებს ამ ანტილოპებს და იმებს რო ჭამეხομαι, პატარა პრინცესის რო არის ხო გახსოვს ხო შეგვიძლია კრეგი იყოს შენთან და შემიძლია ობობოჩავსო. ტარანტულები იმას მიეცი. ერთი წელი ტარანტული ყავს წაყვანილი. ტარანტული აღვიქვავს როგორც საფრთხეს? თუ არა? არა, ასევე არა, უბრალოდ არ უნდა ანუ ჩვენც უნდა უფრო ფრთხილად მოვექცეთ რა. ეცა მაგასაც გეტყვი. მე მგონი ტარანტულის უფრო შენ რაღაც შეიძლება კაი საკვები ობიექტი იყო. არანაირი. შენ კაი ფისო ხარ ხო? ტარანტული ჯერ არ ვიცით. ხა ეს ეხლა რომელი ყავს აქ? ეს არის ცოტა მოვიფიქრო ქართულად როგორ ქვია ამ ტარანტულს, იმიტომ რომ ინგლისურად ქვია ტარანტული. Golden Chocony Tarantula. ტარანტულების ასევე უამრავი სახეობა არსებობს, მათ შორის საქართველოშიც ყავს 6-მდე ტარანტულის სახეობა. ეს ხშირად არ იციან ხოლმე ადამიანებმა და რა საქართველოშიც ტარანტულები ყავს, კი ყავს. უბრალოდ ცოტა სხვანაირები არიან და არა ისეთი ბეწვიანები და დიდები, როგორც შეიძლება არ ვიცი, მე ავსტრალიაში ან მექსიკაში შევხვდეს. ან მარი ის არის, ალბათ სავარაუდოდ ეხა ეს ობობები, ისედაც ეხა შენ გარშემო მოდაი კომენტარებში რა ხდება ხოლმე ვნახულობ და ალბათ ყველაზე უფრო ისეთი არსებები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად ეშინიათ. ხო, რა თქმა უნდა. კი, აი კამელეონები ძალიან მოსწონს ხალხს ძირითადად რა, იმიტომ რომ რაღაც საყვარლები არიან, ასევე ფილმებში და სერიალებშიც საყვარლად არიან ხოლმე ნაჩვენებები, მაგრამ გველები და ობობები რაღაცა სიბოროტის და არ ვიცი მე აი ახალი ანაკონდა რო გამოვიდა. არა და არც მინდა. ახლა ალბათ ძალიან ხო ობობები ანუ ძალიან ერთ-ერთი ის არსებები რომელსაც ყველაზე მეტად ეშინიათ ადამიანებს, მეგონი მანამდეც ვახსენეთ. ისევ იმიტომ რომ რაღაც პატარები არიან, იმის და მიუხედავად რომ ობობების სრული უმეტესობა არ არის ადამიანისთვის საშიში და ადამიანისთვის მომაკვდინებელი შხამი არ აქვთ, თავის დროზე ადამიანს მოუწია ეს სწავლა, რომ არ ვიცი ჯობს, არ ვიცი ყველანაირი საფრთხე ჩემგან შორს იყოს და თავი ავარიდო თუნდაც პატარა შანსი იყოს რომ არც შხამიანი იყოს და რამე მავნოს ვიდრე ეცა ხა ვეცდები რომ თან ძალიან არ შევაწუხო და ისე ამოვიყვანო. ესენიც იცვლიან ეგზოსკელეტონს ეგრეთ წოდებულს როგორც ის, ანუ გარე ჩონჩხს. მარი შე როგორ ფიქრობ, ამათი ობობების მიმართ შიში, ამათი მრავალფეხიანობის დამსახურებაა ნეტა? ერთ-ერთი ის რომ ანუ პატარები არიან შედარებით, ან თუ დიდები არიან ეგეც აშში არის, მაგრამ შედარებით პატარები არიან, ასევე მრავალი ფეხი აქვთ, რაც ჩვენგან ძალიან განსხვავებული არის. ბეწვიანები არიან ცოტათი. ვიცით რომ ადამიანმა თვითგანვე იცოდა რომ შხამიანი შეიძლება იყოს, ან შხამიანი თითქმის უმეტესობა არის, მაგრამ ადამიანისთვის საშიში და შხამიანი შეიძლება იყოს. და რა ქვია, ხო, მამათაც რაც ცოტა მოულოდნელი მოძრაობა აქვს და ხალხს ამისი ეშინია. არაპროგნოზირებადი კი ბატონო. ეხა ეს კონკრეტული რომელიც ყავს აქ ახალი მეგობარი ეს საქართველოში გავრცელებული სახეობაა? არა. ეხლა უბრალოდ მინდა რომ ისე მოვიყვანო რომ არ შევაწუხო და მაგიტო და შეიძლება დრო დაჭირდეს. აი ამიტომ არ ვყავთ რომ აი ეს რა მოძრაობების ამბავში. ნუ ვერ გამტყუნებ. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი არის. მეც ძალიან მოწონს. აი შეხედეთ. ეხლა ამას სულ რომ მიკპინოს, არასდროს არ უკბენია, მაგრამ სულ რომ მიკპინოს კრაზანას კბენის მსგავსი იქნება რა, ანუ თუ ამის შხამზე ალერგიული არ ხარ, არაფერი არ მოგივა. კივილის თვალსაზრისით ამბობ. ცოტათი გეტკინება, მაგრამ ანუ აი არაფერი არ მოგივა რა. შეგებერება ცოტათი ის ადგილი, სადაც გიკბენს. და ეს ბუსუსები რაც აქ აი მუცელზე და ეს უზე ის შეუძლია გამოყაროს. იგი კი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ მოგხვდეს ლორწოვან ზედაპირზე, არ მოგხვდეს არ ვიცი თვალში, ან ჭრილობაში, ან არ გადაგხვდეს, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანი გაგვიხიზიანდეს საყლაპავი მილიც და უახველოთ და ასე შემდეგ. რეალურად ობობების სრული უმეტესობა ძალიან წყნარი ტიპები არიან რა, ანუ ძალიან ეშინიათ ადამიანების, ადამიანი მხოლოდ საფრთხე არის მისთვის, ანუ არასდროს არ ხედავს ადამიანს როგორც საკვებს ან
არ ვიცი, რამე სხვა რასაკეთებს უყურებ. ამას ახლა აბრეშუმის ქსელის გამის უნარები შერჩელილი აქვს თუ არ ჭირდება საერთოდ? პაწაწუნა ქსელებს აკეთებს როგორ არის და გრეკის თუ სანდრო არ მოსწა, მე მგონი სანდრო არ მოსწა. ხა არ ვიცი, ეს რაღაც საინტერესო ფორმა აქვს, მე მგონი ცოტათი ეშინია და მაგიტო არის ესე. მე მგონი ეს სინათლეზე. როგორც წესი ხო ის არის. ეს მოკლედ არსებობს ახალი სამყაროს და ძველი სამყაროს ტარანტულები დაახლოებით ესე ეძახიან. და ახალი სამყაროს ტარანტულები არიან ის ტარანტულები, რომლებსაც აქვთ აი ეს ბეწვები, რომლის სროლაც შეუძლიათ, მაგრამ ბევრად უფრო შიშარა ტიპები არიან. კარგად. დაიცა ახლა ჯერ იყოს. შეიძლება გადმოვიდეს ოღონდ ცოტა ხანში ხარ ვიცი. ისა, მაგრამ ალბათ რაღაცა ჩონჩხი აქვს გარეთო თუ რაღაცას. ზოგადად წერებსაც და ობობებსაც აქვთ ეგზოსკელეტონი, ანუ ეგზო ამ შემთხვევაში რაღაცა გარეგანი, ხო? რაც რისი ფუნქციაც არის დამცველობითი, მოძრაობითი, ის რომ არ გამოშრენ წერები და ობობები. ასევე ამბობენ, რომ აი ეგეც საშიში არის ადამიანებისთვის რა, ანუ რაღაცა ვიზუალურად აღსაქმელად ადამიანებს არ მოსწოთ ეს ეგზოსკელეტონი, ხო, ეგზოს ჩონჩხი, იმიტომ რომ წერებსაც ეგაქვთ, ობობებსაც ეგაქვთ, განსხვავდება ისევ და ისევ იმისგან, რაც ჩვენთვის მისაღებიდან ნაცნობი არის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის, რა თქმა უნდა. ქიტინისგან შედგება. აი ეს კანისვლის პროცესი როგორ არის? ანუ ეხლა ამას გამოუცვლია კანი? კი, ძალიან ბევრჯერ რა თქმა უნდა. ანუ ეს ობობა თავიდან რომ მოვიყვანე იყო აი ამ ხელა, ზუსტად იყო სანტიმეტრი ნახევარი. 1 წელიწადზე მეტია რაც ყავს, კიდე ბევრად უფრო დიდი გაიზრდება. არავი, 1-2 ამ ხელა მაინც გაიზრდება რა, რაც ახლა არის. ანუ ეს რა მერტული პროცესი არის მაგათვის ეს კანის შეცვლა? თლად მარტივიც არ არის რა. ეხლა ერთ ამბავს გავიხსენებ. მაშინაც არ ვიყავი ცოტა ხანი საქართველოში, ჩამოვედი რომ მენახა, რო ჩამოვედი ეგრევე დავხედე ჩემ ცხოველებს, რასაც პირველი ვაკეთებ ხოლმე. და ნახე რომ ცოტათი უმოძრავო იყო და თან ცოტათი უკვე კანი ცოტათი გამოცვლილი ქონდა, მაგრამ თან თითქოს ცოტათი გაჭედილი იყო შიგნით. ანუ ამ პერიოდში ჭირდებათ განსაკუთრებით კარგი დანამვა, კარგი ტენიანობა, რომ უფრო მარტივი იყოს მათთვის კანის მოძრობა. ყველა წერისთვის ასე არის, გველებისთვის ასე არის, ამათვისაც ასე არის და ნუ იმის მიხედვით რომ დედაჩემი ძალიან კარგად უვლის ყველა ცხოველს, შეიძლება იქ ოდნავ ცოტათი ტენით და ყურადღება დააკლდა ამ რა ქვია ტარანტულს და რომ მოვედი ხო აი გაჭედილი იყო თავის კანში და საბოლოოდ პინცეტით და ხელით გამოვაძრე თავისი კანიდან და ხო ცოტათი დამსტრესავი არის ეს პროცესი მათთვის. შეიძლება თუ საკმარისად დატენიანებული არ არიან, თუ საკმარისად არ ვიცი, კარგ პირობებში არ არის, შეიძლება გაიჭედოს კიდეც ამ თავის კანში და არ ვიცი, გარდაიცვალოს კიდეც შიგნით, კი. ეხლა მეც რომ ნახე, მახსოვს რომ ძალიან შემეშინდა იმ მომენტში, მართლა მახსოვს რომ გული ძალიან ამიჩქარდა, რომ მეთქი უკვე ხო არ არის მკვდარი და უბრალოდ ძალიან ნაზად აი პინცეტით და ხელით ამ თავისი ძველი კანიდან გამოვაძვრინე. ყოველი კანის გამოსვლის შემდეგ უფრო დიდები არიან, როგორც ვთქვი, კანს ერთ-ერთი მიზეზი რატომაც იცვლიან ეგეც არის, რომ უკვე აღარ ეტევათ თავისი ძველი კანი. და სანამ ზასრულები გახდებიან, მანამდე იცვლიან ამ კანს და ეგეც საინტერესოა, რომ აქვთ ძალიან კარგი რეგენერაციის უნარი, შეუძლიათ რა ქვია, ფეხების, კიდურების ხელახლა გამოსდაც მაგალითად რა ამ პროცესში. როგორ? ყველა ასაკში ხდება. სანამ ზასრულები გახდებიან. სანამ ზასრულები. კიდე ზასრული რო გახდება უკვე всё. ხო, და უბრალოდ რა თქმა უნდა ეს ცოცხლობსთან როგორც ვიცი. ეს ძალიან საინტერესო არის, რომ დედრებში და მამრებში განსხვავდება. ან მამრები ცხოვრობენ დაახლოებით 5 წლამდე ხოლმე, რაც ჩემი აზრით ასევე ცოტა არ არის, მაგრამ დედრები ცხოვრობენ 15-20 წელი, მეტიც კი შეიძლება იცხოვრონ რა. და ამ სახეობაში არის ეს კანიბალიზმის ჩვევები განვითარებული, იმიტომ რომ მე ობობას. კი, როგორ არა, სრულად ძალიან ბევრ ობობას აქვთ ეგრო, ან სანამ პატარები არიან და თუ კერდა მე მახსოვს ყავდნენ ძალიან ბევრი და ძალიან პატარა ობობები და ძალიან მალევე მომიწია მათი განცალკევება, თორე ერთმანეთს ეგრევე შეჭამდნენ. ამ თითქმის ყველა ობობაში არის ეგრო, რომ რამე ერთმანეთს შეჭამენ. მით უმეტეს სანამ პატარები არიან. განსაკუთრებით დედრები ჭამენ ხოლმე, რახან რეპროდუქციული იმისთვის, როცა ჭირდებათ. ხო ეგრეა. კი ბატონო. ეხა შეგვიძლია ეს მე მგონი უსაფრთხო გარემოს ეძებს და კი და კითხავი ღლიაში არ შემიძლია. ზევიდან ესე აღება არ შეიძლება? არა, ეგ არ მოეწონება. არა, ცოტა ხანი უნდა იყოს უბრალოდ და გამოძრავდება, თვითონაც გამომწვევ. ეხლა ძალიან საინტერესო დასანახი არის, აი თავისი ჰელიცერებითაც როგორ მეჭიდება რა, ანუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეხლა ცდილობს რომ იკმინოს,
ან არ ვიცი შეიძლება ეგრე ჩანდეს, ესე მეც გადავიღებ. მე რეალურად უბრალოდ მეჭიდება რო არ დავარდეს. ხო, და ყველაზე გავრცელებული შიში არის ობობის მიმართ. წინიდან შენს გეტყვი. ჰა? მეძახე. ეხლა უბრალოდ არ მინდა რომ შევაწუხო ძალიან. ხო, იცი რა არის, ანუ ესე ეხა ალბათ შორიდან მოვიდები არა რომ გაქვს მეც ხელს და სახში ცაობები რომ ყავს, მე იმათ არ ხოცავ რა, დავინახავ ხო, ობობას ნახე რა ლამაზია. მაგრამ ნუ მესმის ეხა ის შიშები რაც არის, თან მithmetot არ იცი რა და არ იცი რა მოლოდინი უნდა გქონდეს ეხა რამდენად შხამიანია თუ კი არა და რამდენად შენთვის დამაზიანებელია და ამ შემდეგ შეიძლება კი უცებ ძალიან შეგეშინდეს. აი საქართველოში მაგალითად ერთადერთი ისეთი ობობა არის რომელიც შეიძლება ადამიანისთვის ხო არ გინდა ხელზე გადმოგაცოცდეს. მიდი ზურა სადაც გველი ნახე როგორ თუ გინდა მოგიშინა სანდრა ჯეშენ. ხო, სანდრა. ეცა, არაფერს არ გიზავს, მართლა უბრალოდ არა მაგ არ პრობლემა. უნდა აი ნახე პატარაზე ისიც დატოვა. ვაი, მე შეხედრე მაგარი. ძალიან ჩქარა და უხეშად არ უნდა მოვექცეთ რა, ეხლა ობობები ის ტიპები არიან, რომლებიც როგორც ვთქვით, ამათ ძალიან ეშინიათ, ხო, ეგ დატოვა. მე თვალების ზევით. ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა მოვექცეთ რა, ეხლა მეც მაგიტო უხეშად არ ავიყვანე, რომ პირველ რიგში არ დაისტრესოს, მეორე რიგში თან არ შეეშინდეს. კაი, ფინალური კითხვებისგან გადავიდეთ. რამდენი წყვილი თვალი აქვს? წყვილი არ არის, ბევრად მეტი აქვს, უბრალოდ რა თვალი აქვს, უბრალოდ ხო და გამიკვირდა ყველა კარგად არ ხედავს რა, ზოგი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა შუქის განსხვავება დაინახოს, ზოგი აქვს იმისთვის, რომ უფრო კარგად აღიქვას მოძრაობა და ასე შემდეგ. და ეს რო აბრეშუმს აბავს იმის დასაჭერად სხერპლის. მე კი არ პოულობს თვითონ ამაში რო არის ამ ბადეში იმის ვიბრაციით. ზუსტად. აი ეს ქსელი არის ფაქტობრივად ამის ბრძნობელობითი ორგანო რა და როგორც კი მასში ხდება ამის მახეში ეგრევე მიდის ადგილზე. მაგრამ რამდენად შეიძლება ისა ქვია ველური ბუნებიდან ამ ცხოველების წამოყვანა? არანაირად. არც ერთი ველური ცხოველის, არც ერთი ცხოველის ველური ბუნებიდან აყვანა არ შეიძლება. მე თვითონაც რაც ვყავს, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის ბუნებიდან აყვანილი. ოდესღაც აიყვანეს ეს ამ ტარანტულის წინის წინაპრები და ამ გველისაც და ასე შემდეგ, თუმცა ეს მაინც ის სახეობები იყვნენ, რომლებიც არასოდეს არც გადაშენების წინას არ იყვნენ, არც კრიტიკული მდგომარეობა არ ქონდათ ბუნებაში. მოკლედ ბუნებიდან დღესდღეობით აყვანა არ შეიძლება, რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი არის ის, რომ რა თქმა უნდა ბუნებიდან რო აყვავს ფაქტობრივად აღარ ვუტოვებთ გამრავლების შესაძლებლობას და ბუნებისთვის იგივეა ამის რომ მოუკლათ რა, იმიტომ რომ ვეღარ დატოვებს თავის ნაშიერს და ვეღარ დატოვებს თავის აქვია ხო არ ვიცი შვილებს შთამომავლობას ხო შთამომავლობას ვეღარ დატოვებს ასევე შეიძლება პარაზიტები ქონდეს რომელიც შეიძლება ჩვენ თონაც შემდეგ გადმოგვედეს ან რამენაირად ჩვენს დაგვაზიანოს და ასევე ბუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველა თავისი პატარა თუ დიდი არსება შიგნით და არც მასში ბუნებაშივე ყავდეს. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე აი ჩემ ვიდეოებშიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის რომ რა სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის ეს რატო უნდა არ ვიცი ან დავინდო ან რატო უნდა მომწონდეს ან რატო არ უნდა მოუკლა ან ასე შემდეგ და ამაზე მე პირადად მხოლოდ ესეთი პასუხი მაქვს რომ იმისთვის რომ არსებობის უფლება ქონდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ესე პირდაპირ რაღაც სარგებელი, ადამიანისთვის პირდაპირ უნდა რაღაც სარგებელი მოქონდეს რა. არა, მაინც მოაქვს. აუცილებლად მოაქვს, იმიტომ რომ ზუსტად ამ ჯაჭვის ნაწილი და რაც უფრო მეტი სახეობა იარსებებს სამყაროში და ბუნებაში, მით უფრო ბალანსში იქნება ბუნება, რაც ადამიანსაც რა თქმა უნდა ეგჭირდება. მაგრამ ხო, ანუ თუ რაღაცა პირდაპირ ისა არ ვიცი რაღაც კარგი არ მოაქვს შენთვის ან ჩემთვის არ ნიშნავს რომ არ აქვს უფლება რომ არსებობდეს რა. თან ძალიან ლამაზები და საინტერესოები და მნიშვნელოვნები არიან. ჩვენ გვაქვს რამე ისეთი აკრძალვები და რაღაც ამ ეგზოტიკური ცხოველების ყველაზე საქართველოში? საკმაოდ ბუნდოვანი არის ეს წესები. ძალიან რთული არის რომ შემოიყვანო ეს ცხოველები როგორც ვიცი ან მოითონაცას ყველა ცხოველი რაც ყავს საქართველოში ან მაჩუქეს ან ვიყიდე რომელიმე ეგზოტიკურ ზოომაღაზიაში. ნუ გამოწერილი არ ყავს არც ერთი? არაფერი არ ყავს გამოწერილი, თუმცა ვიცი რომ
არსებობს გზები, რომ სხვადასხვა კვერცხები გამოიწერო, მაგალითად სხვადასხვა მწერების, არ ვიცი, ჩხირულების ან არ ვიცი, სხვადასხვა მწერების კვერცხების გამოწერა შეგიძლია. გამოწერა რო არ შეიძლება, თესლების გამოწერა შეიძლება, ეგეთი მე მგონი რაღაცა ეგეთი ხა, თუმცა მოითხოვნა არასდროს არ გამომიწერია და ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მქონია მაგის გამოცდილება. მაგრამ ძალიან ბუნდოვანი არის, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, ვიცი რომ საზღვარზე შემოყვანა ძალიან ბევრი არსების არ შეიძლება, თუმცა ისევ და ისევ, მაგალითად წერების შემთხვევაში და ფეხსასრიანების შემთხვევაში აქვს ეგზოსკელეტონი, რომელიც არც კი ჩანს. ძალიან ბევრ რა ქვია, X-ray რენტგენის აპარატზე, ხო? და ვიცი და გამიგია შემთხვევები, რომ ხალხს ესე შემოუყვანია, გაუყვანია ეს ფეხსასრიანები. მაგალითად კიდე თუ ძუძუმწოვრებზე გადავა. ხო, ეგენი მართლა არ ვიცი როგორ ხდება უბრალოდ. მე თქვენთან მოიყვანეს. კი, ზობრში მოიყვანეს. რომელსაც ზურაც იცნობს. და ეს ხო მე ვიცნობ. ეს ობობები და ასე შემდეგ. ხო, აი დავუშვათ მიკბინა ხა ჩვენთან აქ უნებაში. შედვი რომ ხა ძალიან ისეთი საშიში სახეობები ჩვენთან არ არიან. აი ერთადერთი ყავს, რომელსაც შავი ქრივის ბიძაშვილს ეძახიან, ასე ვთქვათ, ქვია კარაკურტი, მე მგონი კარაკურტს ვეძახით ან კარაკურტს, მე მგონი კარაკურტი ქვია ქართულად საქართველოში, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის რომელიღაცა ფერდობზეც კი არის გავრცელებული, ანუ შეიძლება შეგხვდეს რა, მე თვითონაც მინახავს ბუნებაში, თუმცა საერთოდ არა აგრესიული ტიპები არიან, ასევე მარტო დედრებს შეუძლიათ კბენა, მამრები ძალიან პატარები არიან და დედრები რომლებიც იკბინებიან, იმათაც კი უპაწაწინესი კბილები აქვს და ადამიანის სხეულის უმეტესი ნაწილის გახვრეტაც კი არ შეუძლიათ. ანუ იმის უკამია რომ საქართველოში ეს მაინც და მაინც ადამიანისთვის საშიში ობობა თითქმის არ გვხდება. კი შეიძლება იქ რომელიღაცა ობობებს ქონდეთ ოდნავ მტკივნეული ნაკბენი, აი რაღაც როგორც გითხარით, შეიძლება კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენს გავდეს. მაგრამ ეს ძალიან საშიში არაფერი არ არის, ამიტომ თუ შეგხვდა საქართველოში არ ვიცი ბუნებაში ან ოთახში ან სახლში ან სადმე ობობა უბრალოდ ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება რომ უბრალოდ რაღაცა წყნარად გადავსვათ სადმე ან არ მოკლათ შევეშოთ და მე თვითონ გაიგინებს გზას. კი ბატონო. იცით რა მხოლოდ ტრაგედია უკვე რომ ამ ნაშენი არქიტექტურას ვურღვევ ხომ, იმიტომ რომ როგორც შექსელებში არის ახლა და ხელოვნების ნიმუშები აქვს შექმნილი. კი. და მარი დავუშვათ და მიკბინა ობობა ამ ბუნებაში გარეთ სახში რაღაც. მან გვაქვს რაღაც რეკომენდაციები რაც შეგვიძლია მიცეთ თუ მანდაც არაფერი არ დაახლოებით იგივე უნდა ვთქვა რაც პრინციპში გველებზე ვთქვი რა უბრალოდ უნდა არ ვიცი თუ ხედავთ რომ რაღაც რეაქციას გვაძლევს აი მაგალითად ვიცი რომ კარაკურტის შემთხვევაშიც კბენიდან ეგრევე არ გვეწყება ტკივილი რა და ზოგიერთ ობობის ნაკბენზე ეგრევე რომ შეიძლება ეგრევე არ გეტკინოს და რაღაც დროის მერე იგრძნო და როგორც კი ამას იგრძნობ მაგ დროს უნდა იცოდრო რაც შეიძლება ცოტა იმოძრაო არ ვიცი არ ინერვიულო დარეკოას 12-ში და შემდეგ უკვე უკეთ დაგაკვალიანებენ როგორ უნდა მოიქცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამოწოვა ისევ და ისევ გაჭრა მოწვა ლახტის დადება და ასე შემდეგ. აი რა კი მე და გრიგი ძალიან დავმეგობრდით. ხო ძალიან დავმეგობრდით ანუ მე გავაცაყო. შეიძლება ერთს გადაგიღებთ ორიოს. აი ეს რა ქვია. ეგეთი შეკითხვა მაქვს რა ანუ შენ კატაც ყავს ვიცი და კი ბატონო. ზოგადად ეხლა კატები და გველები ერთად როგორ თანაცხოვრობენ როგორ წესი? აუ ჩემი კატა არის რაღაცა სუპერ გამონაკლისი, იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო რომ მოვიყვანე 8 წელი უკვე მეც კატა მყავს და მაშინაც უკვე მყავდნენ ქვეწარმავლები და უამრავი ცხოველი მაშინაც მყავდა მოკლედ და ძალიან პატარა იყო ჩემი კატა რომ უკვე ეს exposure therapy მოკლედ გაიარა ამ ცხოველებთან და საერთოდ რეაქცია არ აქვს. ან რო ხედავს, აი მაქსიმუმ შეიძლება ეს აი ძალიან ნაზად თათები დაარტყას ხოლმე, აი დაარტყასაც არა რა, აი ძალიან ნაზად მართლა აი კლანჭი არასდროს არ გამოუყოფია და არაფერი და ესეც მარტო ჩემი თანდასწრებით ხდება ხოლმე რა თქმა უნდა რა, ანუ ესე არ მიუშვებ. მაგრამ რეაქცია არ აქვს თითქმის, ანუ არასდროს არაფრის დაშავება არ. მაინც არ არის, რომ ეხლა ხუთ კატა რომ სახში ეგეთი წამოყვანო არ არის. კი, ანუ ტერარიუმში თუ გეყოლება რატომაც არა, იმიტომ რომ ტერარიუმი ეგრეც რო ყავდეს, ხო, ანუ როცა შენ ყავს არაფერი. ხო, ანუ ეს ერთად არ მიუშვებდი რა, მაინც რო დადიხარ და გველი. ხო, არსებობს გველის თერაპიებიც, არ ვიცი, გიგიათ თუ არა, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ეს კუნთოვანი სხეული აქვს, ხო, იჭერენ ხოლმე და შეხვედრა და ეს არის რა ქვია. მე ისე დავთერაპევდი რომ აღარ მინდა ეს შეხვედრა, აღარ მაინტერესებს. მაგრამ თბარიც არის სხვათა შორის კრეგი, აი შენ სხეულის ტემპერატურაზე შეთბა კიდეც. გო. ძალიან საყვარელია. და მე კიდე შეგახვედრებთ. მე ამას რა ქვია? კონკრეტული სახელი არასდროს არ დამირქმევია. თხოვეს რომ რა ქვია
ტარა და არ ქვია, იმიტომ რომ ტარანტულიაო, მაგრამ მე ჩემეზე ტარაკანსაც გავდა და უბრალოდ ამ ეტაპზე სახელი არ აქვს. აი, სანდრო, მე მგონი ჯობია დავასრულოთ დღეს და მარის კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ მოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ჩოქელებზე და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო ცხოველი მყავს. კი ბატონო. ბევრ არსებაზე გვაქვს კიდევ სასაუბრო, მარი უზარმაზარი მადლობა. თავის თქვენ მადლობა რომ მომიწვიეთ და დაინტერესდით და უზარმაზარი მადლობა, მე მგონია რომ კარგი მაგალითი მივეცთ ადამიანებს, რომ აი ესეთი, აი მე ვიყავი ადამიანი, რომელზეც ისტერიკა ემართებოდა გველების დანახვაზე. ვასტურებ ჩაწერამდე რომ კი, აქ მუხლების არ უშვებს, შეხედე არ უშვებს. ხო და. კრეკ, აბა შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, უკაცრავად მიკროფონი დაძლია. შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დედამიწაზე არსებული არსებები არიან ჩვენი ბიომრავალფეროვნების ნაწილი. ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჭაჭული, ჩვენ ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერ ვარსებობთ, ეს ბალანსი ირღვევა და ყველაფერი ფუჭდება. ამიტომ გავიმეორებ, რაც თქვა, არ ჩაარტყა თავში. გველი არის მეგობარი, არ მოკლა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ნენელა რომ ჩვენს ქცევაშიც გადავიტანოთ, ეს იქნება ჩვენ ძალიან დიდი სურვილი, სწორედ ამიტომ დავაორგანიზეთ დღეს ჩვენ აი ეს ეპიზოდი. კი, და ბიომრავალფეროვნებაში შეტანილი ეს დისბალანსი საქართველოში შეიძლება აისახოს დედამიწის სხვა წერტილზე. არ არის იზოლირებული მოვლენა. შეგვიძლია დავასრულოთ. კი, შეგვიძლია დავასრულოთ. ბოლოსაც ვიტყვით, შეიძლება რომ უბრალოდ მოწოდებასავით, რომ არ ვიცი, ვიყოთ ოდნავ უფრო კი ჰუმანურები და უფრო არ ვიცი, ღია გონებით, უფრო ცნობის მოყვარეები ვიყოთ იმ არსებების გარშემო, რაც ჩვენს დედამიწაზე არსებობენ. და ვეცადოთ რომ მეტი გავიგოთ, იმიტომ რომ როცა უფრო მეტი ვიცით, ნაკლებად გვეშინია და როცა ნაკლებად გვეშინია, ნაკლებად აგრესიულებიც ვართ ამ არსებების მიმართ. კი ბატონო. მოგე ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ. შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი, ჯანსაღი დიალოგი. გამოყვებით სოციალური მედიის გვერდებზე. იმ საინტერესო ბმულებს, რომლის შესახებაც დღეს ჩვენ ეპიზოდის მიმდინარეობისას საუბრობდით, ნახავთ ვიდეოს აღწერაში. გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვა ადამიანებსაც, დაგვიწერეთ კომენტარები. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ.